პროტესტს უნდა უყურო როგორც სტარტაპს. თუ ბაზარი არ არის მზად, სტარტაპი აღარ უნდა გაიტანო. პოლიტიკოსების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათთვის ეს არის სამსახური. და ეს არის ჩვენი მთავარი უბედურება, რომ ყოველ ჯერზე ამ ლიდერს ვეძებთ. ყველა გულისხმში უმიზნებს 2028 წლის არჩევნებს და ყველას უნდა რომ 2028 წლის არჩევნებზე იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა. ეს არის რუსეთის პირდაპირ რუსეთის მიერ გამოვლილი გზა. აი ამას ვინც აკეთებს, არის სულელი. თუ გაქვთ იმედი რა გაძლევთ ამ იმედს, რა უნდა შეიცვალოს, აქედან იწყება უკვე ზვავი, რომელსაც თუ დროზე არ გავაჩერებთ, ვეღარ გავაჩერებთ. ქართულ ოცნებასთან ბრძოლიდან გადავიდნენ ერთმანეთთან ბრძოლას. მე ჩემი ფრუსტრაცია რამ გამოიწვია იყო, რომ პირდაპირ დავინახე, რომ თურმე აქ მთელი ჯგუფები საერთოდ ერთმანეთს არ ესაუბრებიან. სოციალურმა ქსელებმა გაუმარტივა პროპაგანდას საქმე და ჯერ სად ვართ. ასევე არ ვიყავი მომხრე მაინც და მაინც გაერთიანების, მაგრამ მე ყოველთვის ვიყავი რესურსების გაერთიანების მომხრე. ჩვენ ვთხოვთ გმირობას ადამიანებს და არ შეიძლება რომ გმირობას ვთხოვდეთ რიგით ადამიანებს. არ არსებობს ეს მოდელი. გამარჯობა, გადაცემა კამათობა მორიგი ეპიზოდით დაგიბრუნდათ. ეს არის პოლიტიკური დებატების სერია, რომელშიც ვცდილობთ განვიხილოთ ყველასთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო და აქტუალური მოვლენები და თემები, ისეთ თემები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღევანდელი საზოგადოებისთვის საქართველოში. მე ვარ ამ გადაცემის წამყვანი ანა ყაულაშვილი და ვეცდები დღევანდელ დებატსაც გავუწიო მოდერატორობა, თუმცა დღევანდელი დებატი უფრო მეტად იქნება ადგილი, სადაც ვისაუბრებთ და აზრებს გავცვლით, ვიდრე უშუალოდ დებატი. ასევე გეტყვით, რომ ჩვენი გადაცემა კამათობა გადის ყოველ ორშაბათს 22 საათზე მისმინეს YouTube პლატფორმაზე. მოგიწოდებთ რომ გამოგვიწეროთ, უყუროთ ვიდეოს, ასევე დაგვალაიქოთ და ნახოთ ჩვენი სხვა სოციალური ქსელები, Facebook-ი, Instagram-ი და TikTok-ი და გახდეთ ჩვენი აქტიური გამომწერები და მაყურებლები, რითაც დაგვეხმარებით გადაცემის უფრო ხანგრძლივი სახის მიცემაში. ასევე გეტყვით რომ ჩვენი გენერალური სპონსორი არის საქართველოს უნივერსიტეტი. ნამდვილი ძალა თანასწორობასა და თანაგრძნობაშია. რაც შეეხება დღევანდელ თემას, მოგეხსენებათ 4 ოქტომბრის შემდეგ უფრო და უფრო გამძაფრდა იმაზე საუბარი თუ სად ვართ, რა შვებით, რა გვეშლება, გამძაფრდა პროტესტის გადახედვის გზები და ვცდილობთ გავაირკვიოთ თუ რა არის შესაძლებელი ამ პროტესტში. აქედან გამომდინარე, გადავწყვეტეთ რომ ჩვენი დღევანდელი თემაც ყოფილიყო 4 ოქტომბერზე და უფრო მეტად ზოგადად პროტესტზე მორგებული და გვესაუბრა და არა გვედებატა იმაზე თუ რა უნდა გავაკეთოთ, რა უნდა შევცვალოთ, რას ვაკეთებთ სწორად და რას არასწორად, იმისთვის რომ უფრო მეტად გავიგოთ რაში არის პრობლემა, როგორც უკვე ვთქვი, რა არის შესაძლებელი და ამ დებატის უფრო სწორად მსჯელობის ერთადერთი აზრი არის ის, რომ რაღაც დადებითი შევმატოთ პროტესტს. ჩვენი სტუმრები დღეს არიან თორნიკე რაზმაძე, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი და ასევე ნანა დიხამიჯი, ასევე სამოქალაქო აქტივისტი და ინჟინერი. მადლობა მეგობრებო მოსვლისთვის, დროის დათმობისთვის და ნდობისთვის. ვიცი რომ საკმაოდ რთულია დღევანდელ სიტუაციაში ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ძალიან ვაფასებ რომ მოინდომეთ და ჩვენთან დღეს ამ თემაზე სასაუბროდ მოხვედით. მინდა რომ გაეცნოთ მაყურებელს და თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ ამ საკითხთან დაკავშირებით. არ მგონია რომ დიდად განსხვავებული იყოს, მაგრამ აი დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში თან რომ გაეცნოთ და თან უბრალოდ რას უფრო მეტად ფიქრობთ და როგორ უყურებთ დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას. თორნიკე შეგიძლიათ დაიწყოთ. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ბოდიშს ვუხდი ანას წინასწარ, იმიტომ რომ არ ვიცი ამ გადაცემიდან დებატები რამდენად გამოვა, იმიტომ რომ იმასაც კი ვერ ხვდები და არ ვიცი კარგად რა შეიძლება შინაარსობრივად მიდგომებში განგვასხვავდეს მე და ქალბატონ ნანას, მაგრამ იმედი მაქვს რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა. მე ვარ თორნიკე რაზმაძე, პროფესიით, პირველადი პროფესიით ჟურნალისტი, შემდეგი პროფესიით მარკეტოლოგი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი. ასევე ლექტორი, რომელმაც დავტოვე უნივერსიტეტი იქიდან გამომდინარე, რომ მინდოდა პროტესტისთვის მეტი დრო დამეთმო და ასევე მინდოდა რომ არ შეეწუხებინათ ჩემი უნივერსიტეტი, იმის გამო რა აქტივობებსაც მე ვეწევი. ჩემ რეგალიებზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, ჩემი პოზიცია არის უბრალოდ რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. მე მაქვს ძალიან მყარი პოზიცია, აქამდე მე ვეკუთვნოდი იმ ადამიანების რიცხვს, რომელიც 2 წლის წინ ჯერ კიდევ ორჭოფობდა, ჩვენ ყავდა თუ არა რუსული ხელისუფლება, რუსული ხელისუფლება ყავდა თუ უბრალოდ ხელისუფლება, რომელსაც ხელისუფლებიდან წასვლა არ უნდოდა.
გავლილმა ორმა წელმა რუსული კანონის შემოღების შემდეგ უკვე ცალსახად დამანახა, რომ ეს არის რუსეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი ხელისუფლება და ჩემი როგორც მოქალაქის, რომელსაც ბავშვობიდან პატრიოტიზმი მასწავლეს და ჩემი სამშობლოს სიყვარული ერთ-ერთ უპირველეს ვალად მიმაჩნია ჩემი ცხოვრების და ადამიანობის უპირველეს ვალად მიმაჩნია იმ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია და რომელიც სამწუხაროდ დღე იზრდება და ამიტომ მოკლედ რომ შევაჯამოთ, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, ბრძოლის გაგრძელების ხერხებზე ალბათ შემდეგ ვისაუბრებთ კიდევ. ნანა თქვენც მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში ცოტა უცნაურია ჩემთვის სამოქალაქო აქტივისტის დაძახება, იმიტომ რომ მე უფრო ციფრული სამოქალაქო აქტივისტი ვარ და ანუ ჩემი შრომა არ შეედრება იმას, რასაც რეალურად სამოქალაქო აქტივისტები აკეთებენ, ეს უბრალოდ რაღაცა პატარა ის არის, მიხმარების წვეთი არის, იმიტომ რომ მე აქ არ ვცხოვრობ, განათლებით მათემატიკოსი ვარ. რეალურად ინჟინერიის სფეროში ვმუშაობ და საქართველოში იმიტომ ვარ და ამერიკაში ცხოვრების მერე ცოტა ხნით იმიტომ დავბრუნდი სანამ ისევ უკან წავიდოდი, რომ იქ ვნახე თუ როგორ აშენებენ ადამიანები თავის ქვეყანას მოხალისეობრივად. ჩვენ ძალიან პატარა ქალაქში ვცხოვრობდით და ამ პატარა ქალაქში ყველაფერი ბევრი რაღაცა კეთდებოდა მოსახლეობის ჩართულობით და აი მაშინ მივხვდი რომ არ შეიძლება შენს ქვეყანაზე გქონდეს პრეტენზია, იმიტომ რომ 35 წლის ვიყავი და მუდმივად მაშინ ძალიან მაშინ იყო მოდაში იყო ასე ვთქვათ საქართველოს ლანძღვა და მაშინ მივხვდი რომ არ შეიძლება შენ ქვეყნის მიმართ პრეტენზია გქონდეს თუ კი შენ რაღაცა წვლილი არ შეგიტანია შენი სამსახურის გარდა მის შენებაში. და ზუსტად ესე გამშან მე არასდროს პოლიტიკაში არ ვყოფილ ვარ, არც ერთ პარტიაში არ ვყოფილ და არც ერთ სამოქალაქო გაერთიანებაში, მაგრამ 2023 წელს როცა ამათ რუსული კანონი მიიღეს, მაშინ მივხვდი რომ მორჩა არანაირი იმედი იმის არ უნდა გქონდეს, რომ ეს ხელისუფლება არ არის რუსული. იმიტომ რომ მანამდე ჩვენ ვფიქრობდით, რომ ხედავდით ამ ავტორიტარიზმს, მაგრამ გვეგონა რომ აი მივდივართ რაღაცნაირად მაინც ევროპისკენ და ევროპისკენ წასვლა აიძულებს ამ ხელისუფლებას რომ ინსტიტუციები დაანერგოს, ანუ ასე ვთქვათ ევოლუციური ცვლილებების მჯეროდა, მაგრამ 2023 წელს როცა ეს რუსული კანონი შემოიღეს, რომელიც პირდაპირ იდენტური იყო რუსული მიდგომის, ხო? მაშინათვე დავინახე მთელი გზა სად წავიდოდა ეს სახელმწიფო სად წავიდოდა და აი ეს არის მაშინაც დეკემბერში ჩამოვედი, შაშა ბევრჯერ ჩამოვედი, იმიტომ რომ მეგონა რომ მაინც ჩემი აქ ყოფნა რაღაცას წვეთს, მე დეკემბერში ჩამოვედი, როცა ეს დარბევები დაიწყო, იანვარში ისევ წავედი და რაღაცებს ციფრულად ვცდილობდი ამ პროპაგანდასთან მეტნაკლებად დაპირისპირებას, რომელიც როგორც ჩანს ნაკლებად მუშაობს. და აი ახლა ჩამოვედი 3 კვირის წინ, იმიტომ რომ ვფიქრობდი რომ აი ეს ძალა რაღაცნაირად შეიკრება და მე არ მჯეროდა იმის ახლა 4-ში რომ რამე დამთავრდება თუ არა, მაგრამ იმას ვფიქრობდი რომ აი ეს ძალა რომელიც არის მიძინებული, იმიტომ რომ მთელი საფულის განმავლობაში მხოლოდ პატარა ბირთვი ჩანდა, რომ ეს რაღაცნაირად შეიკრება და 4 ოქტომბერს რომ გამოვალთ სახლიდან, ბევრ რაღაცას შევძლებთ რომ შევცვალოთ მშვიდობიანად იმით ჩვენი გამძლეობით. აი ეს იყო ჩემი мотивация. მადლობა, გასაგებია. ორივეს პოზიცია. ახლა მე წესებს აგიხსნით და მაყურებელსაც შევახსენებ. სულ 4 ბლოკი გვექნება. პირველი არის 5 წუთიანი ბლოკი, სადაც თითოეულ თქვენგანს გექნება დამოუკიდებლად 5 წუთი, რომელშიც შეგეძლებათ რომ გაშალოს თქვენი აზრები და მაგალითები მოიყვანოთ, არგუმენტები, როგორც ხნებავთ. შემდეგ გვექნება 20 წუთიანი საერთო დისკუსიის ღია რეჟიმი, სადაც დიალოგის რეჟიმში შეგეძლებათ რომ თქვენი, არ ვიცი, შეხედულებები გაუზიაროთ ერთმანეთს. შემდეგ გვექნება 5 წუთიანი კითხვა-პასუხის რეჟიმი, ჩემგან წამოსული კითხვა იქნება და 5 წუთი გექნებათ მასზე საპასუხო და ბოლოს 2 წუთიანი შეჯამების ეპიზოდი, სადაც შეგეძლებათ რომ შეაჯამოთ თქვენი პოზიცია და დღევანდელი დებატიც. უნდა გავაგოროთ კამათელი, მაინც გავიგოთ ვინ დაიწყოს პირველი. და ვინც რომ რაღაც გაგორებს, ის იწყებს პირველი. 4 და 3. ნანა, თქვენ დაიწყებთ, გექნებათ 5 წუთი, როგორც უკვე ვთქვი და შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს 5 წუთი, თავიდან ბოლომდე არის თქვენი. ძირითადი თემაც ანუ ზოგადად პროტესტი, როგორ უყურებთ, რა გგონიათ შეცდომად, რა გგონიათ უნდა გამოსწორდეს, რას ფიქრობთ რომ სწორად ვაკეთებთ და რა გაძლევთ იმედს, თუ გაძლევთ რამე იმედს და ეს რომ გაუზიაროთ თორნიკეს, მეც და მაყურებელსაც.
კი ბატონო, ჩემი აზრით ძალიან დიდი ენერგია დახარჯა ჯამურად ქართულმა ხალხმა აი ამ პროტესტებზე. იმიტომ რომ ეს ხო კი ამბობენ რომ ითვლიან ნოემბრიდან, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ 23-ის ქუჩაში ვიძექით, 24-ის ეს ერთი და იგივე საკითხის ირგვლივ არის ეს ყველაფერი და 24-შიც მთელი გაზაფხული ქუჩაში ვიდექით. იმიტომ კი არა რომ ეს მარტო ერთი კანონი გვაწუხებდა, რომელიც ვთქვათ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეზღუდავდა, იმიტომ რომ ზუსტად ხედავდით რომ რას ნიშნავს ამ კანონის შემოღება, რომ აქედან იწყება უკვე ზვავი, რომელსაც თუ დროზე არ გავაჩერებთ, ვეღარ გავაჩერებთ. მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს ძალიან დიდი ენერგია ვერ მივმართეთ სწორად. ჯამურად ჩვენ ყოველთვის ჩვენ ცოტა გვიჭირს ხოლმე ქართველებს რომ უფრო ტექნიკური კუთხით შევხედოთ ხოლმე პროტესტს. ის რომ ის გავითვალისწინოთ ის გამოცდილება რომელიც დაგროვდა ზოგადად პროტესტებში, ათეულობით წიგნი არის მშვიდობიან პროტესტებზე დაწერილი და მას აქვს თავისი წესები, მაგრამ ჩვენ ეს წესები არ გვიყვარს, ჩვენ არ გვიყვარს სისტემური მიდგომები და ზუსტად ეს დაგვემართა. იმის ნაცვლად რომ ეს 100,000-ობით ქუჩაში გამოსული ადამიანი სწორად მიგვემართა, ვთქვათ, გადაგვეკეტა ის რაც გადასაკეტი, რაც მართლა შეაწუხებდა ქალაქს, ჩაგვეკეტა ის შენობები, ანუ არ მიგვეცა სახელმწიფოსთვის ფუნქციონირების საშუალება, ჩვენ ეს არაფერი არ გავაკეთეთ, ჩვენ ძალიან მშვიდად ვიარეთ რამდენიმეჯერ უბრალოდ ის რა ქვია მაგისტრალიც არ არის ხო ეს ქუჩა გზები ჩავკეტეთ რა რამდენიმეჯერ უბრალოდ საცობი შევქმენით ქალაქში რომელიც ისედაც მიჩვეულია საცობს და ასე არ ხდება ხოლმე პროტესტის მიზანი, როდესაც შენ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაღაცა მსუბუქ უბრალოდ გინდა რომ რაღაც ერთი პატარა კანონი ან რაღაც პატარა დებულება შეცვალოს ქალაქმა, ამ შემთხვევაში კიდევ გასაგებია, მაგრამ როდესაც ძალიან დიდი მტერი გაზის თავზე, ეს არ არის საკმარისი. ანუ ჩვენ მაშინაც უნდა გვეფიქრა, მით უმეტეს ის დეკემბრის თვე, როცა ჯერ კიდევ არ იყო გამკაცრებული კანონები, როდესაც ჯერ კიდევ ჩვენ ყავდა ანუ ოფიციალურად პრეზიდენტი იყო სალომე ზურაბიშვილი, ეს დრო იყო გამოსაყენებელი ამისთვის, მაშინ ბევრად უფრო ნაკლებად გვეშინოდა, ახლა გაცილებით უფრო მეტად გვეშინია. და აი ეს უნდა გამოგვეყენებინა იმისთვის, რომ რეჟიმი შეწუხებულიყო, რეჟიმი მიმხვდარიყო, რომ შეუძლებელია მისი ფუნქციონირება ჩვენი თანხმობის გარეშე. ზოგადად პროტესტის მიზანი ხო ეს უნდა იყოს თუ მართლა ესე დიდ მტერს ებრძვი და აი ეს არის ჩვენი პრობლემა, რომ ეს ვერ გამოვიყენეთ. შემდეგ რა თქმა უნდა დაშინებით, ანუ აი ამ დაჭერებით და დაჯარიმებით რა თქმა უნდა ხალხი გამოეცლებოდა პროტესტს და შერჩებოდა მხოლოდ თავდადებული ბირთვი. ესეც არის ჩვენი პრობლემა, ჩვენ როცა მეც ახლა ამ წუთას როცა ვლაპარაკობ, ხალხზე ვლაპარაკობ როგორც ერთიან მასაზე, იმიტომ რომ არა ვართ მიჩვეული პოლიტიკურ გარემოში, ზუსტად ვილაპარაკოთ სეგმენტებით, პროცენტებით, არ ვამბობთ ხოლმე ამას. და სინამდვილეში ხო არსებობს რაღაცა ბირთვი, ვთქვათ 3-5,000 ადამიანი, რომელიც თავდადებულია, მაგრამ გარეთ არის კიდევ შემდეგი, ასე ვთქვათ, რკალი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი დროის, ვთქვათ, 10% და რესურსის 10% გადადოს თავის ცხოვრებიდან იმისთვის, რომ სამშობლო იყოს უკეთესად. შემდეგ არის რკალი, რომელსაც შეუძლია უფრო ფართო, რომელსაც შეუძლია მხოლოდ 1% გადადოს. შემდეგ არის რკალი, რომელიც მხოლოდ მაშინ მოვა პროტესტზე, თუ ის დარწმუნებული იქნება, რომ ის სრულიად უსაფრთხოდ იქნება და იქ ნახევარი ქალაქია უკვე და მისთვის, ასე ვთქვათ, არ უნდა ეს რომ გამოვარდეს ამ მდგომარეობიდან. და აი საერთოდ არ დაიდო ასეთი ანალიზი, ხო? არა გვაქვს ეს სეგმენტები, არა გვაქვს პროცენტები, არა გვაქვს ამ ყველაფერს ვამბობ მხოლოდ და მხოლოდ პირადი შეფასებით იმითი, აი ხა 3 კვირის განმავლობაში როგორ ვესაუბრები ხა რას ვიგებ ადამიანებისგან და იმითი რასაც ვაკვირდები სოციქსელში. აი 4-ის შემთხვევაში მე მჯეროდა თვითონ ამ 4-ის დღის კი არ მჯეროდა, მე მჯეროდა რომ 4 იყო რაღაცნაირად აკუმულირების ისევ, იმიტომ რომ ფაქტია რომ ადამიანების დიდი ნაწილი ვინც არის პროტესტში პასიურად მიძინებული იყო და იშვიათად გამოდიოდა და მე მგონა რომ აი ეს იქნება ახლა კონსოლიდაცია ამ ძალის და ჩვენ რო გამოვალთ, რა ვიცი, 1 კვირა, 2 კვირა, 1 თვე აღარ შევალთ სახლში და რაღაცა ამითი რეჟიმზე რაღაც წნეხს მოვახდენთ. მაგრამ ცხადი ახლა იმის ალბათობას ვუშვებდი რომ რაღაცა ვიღაცას გეგმა რო აქვს ეს გეგმა შეიძლება ჩავდეს ძალიან ბუნებრივია ჩვენ 120 წლის განმავლობაში მეფის რუსეთთან ქონდა 11 უზარმაზარი ჩავარდნილი აჯანყება ხო ანუ ეს ბუნებრივია რომ შეიძლება ჩავარდეს მე ჩემი ფრუსტრაცია რამ გამოიწვია იყო რომ პირდაპირ დავინახე რომ თურმე აქ მთელი ჯგუფები საერთოდ ერთმანეთს არ ესაუბრებიან ანუ კრიზისის და ჩავარდნის შემთხვევაში არავინ არ იცის რა უნდა ქნას რა უყოს ამ 75000 ადამიანს რომელიც იქ მოვიდა სად როგორ უნდა გავრცელდეს ინფორმაცია ანუ ის რომ მე რასაც 9 თვე ვუყურებდი ამერიკიდან და მეგონა რომ აქთან არ ვკითხულობ ხოლმე
რაღაცებს ონლაინ, იმიტომ რომ ვიღაცა რისკის ქვეშ არ დავაყენო და ის რაც მეგონა რომ იქიდან რაღაცა კოორდინაცია ხდება, უცებ აღმოჩნდა რომ არანაირი კოორდინაცია არ არის და ყველა ვართ დაფანტული და ეს არის ჩემთვის მთავარი პრობლემა. მადლობა ნანა. თორნიკე, შეგვიძლია რომ გადავიდეთ შენს მოხსენებაზე, შენს 5 წუთიან რეჟიმზე და ისაუბრო შენი გადმოსახედითაც, შეგვიძლია ნანასაც უპასუხო და გამოიყენო შენი დრო, როგორც შენ გაგიხარდება. 5 წუთი საკმაოდ დიდი დროა სატელევიზიო ეთერში და მე ვფიქრობდი, გადაცემაში მოვდიოდი საიდან დამეწყო ამ 5 წუთეულში ლაპარაკი და რატოღაც გამახსენდა ერთი პირადი ისტორია, რომელიც შვებულების დროს, სამოგზაურო ყოფნის დროს გადამხდა და მინდა მოგიყვეთ ეს ამბავი. ეს ისტორია უკავშირდება ზოგად თემატიკას, ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლა რამდენად არის შესაძლებელი ისეთი ტიპის არჩევნების გზით, რომელსაც ესენი ატარებენ და იმ წესებით, რა წესებით ჩატარებულ არჩევნებში ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას. ეს ამაზე საუბარი გადავწყვიტე იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო რაღაცნაირად ლეიტმოტივი მთელი ამ საპროტესტო პროცესის პარალელურად, რომ აბა ისევ არჩევნებში შევიდეთ თუ არა. ეხლა მათ შორის ახლაც დგას ეს კითხვა, რომ ქართულმა ოცნებამ ახლა რო ჩანიშნოს ეს არჩევნები, ხო არ დაუმიზნებს პირიქით საკონსტიტუციო უმრავლესობას და რა უნდა ვქნათ საერთოდ, ხო? და გამახსენდა ამ ზაფხულის არა, წინა ზაფხულის, ანუ რომელიც გამოდის 2004 წლის ზაფხულის პერიოდში ვიყავი მე და ჩემი მეუღლე ჩეხეთის ერთ-ერთი პერიფერიული სოფელია, ჩესკი კრუმელოვი თუ კრუმლოვი, ესეთი ქვია, ძალიან ლამაზი სოფელი და მდინარის პირას იყო კაფე, ზუსტად მახსოვს ახლა რომ ჩავიდე მივაგნებ იმ ადგილს, იქ დავსხედით და მოვიდა მიმტანი, ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი და რომ შეატყო რომ უცხოელები ვიყავით და ინგლისურად ავალაპარაკეთ, საიდან ხართ უკითხა და საქართველოსდან თქო რომ უთხარით. უიო, რას ამბობთ, რა შვებაო თქვენი ესა რუსეთის გავლენების ქვეშ ხელისუფლება, ესე გითხრა Russian influenced government და მე ცოტა შევწბუნდი, იმიტომ რომ იმ პერიოდში თან აქციებზე უკვე ნაყოფ უკვე იყო ეს რუსული კანონის მუხტი და რაღაც წამში ისიც გავიფიქრე რომ მეთქი ვინმე ხო არ გამომაყოლეს რამე იმას ხო არ მიკეთებს მინიშნებას რა ვინ არის ეს კაცი მე ვთქვი საიდან იცით თქვენ აქ ჩეხეთის პერიფერიაში მე ზოგადად ეგეთი ტიპი რომ სოფლიო პოლიტიკა მაინტერესებს მიმტანი იყო რა კაფის ჯოულებრივი და ყოველ დილითო ნიუსებს ვეცნობია და თქვენზეცო არაერთი ნიუსი შეხვდა განსაკუთრებით ამ რუსულ გავლენებზე იმიტომ რომ ჩეხეთში ცდილობენ ფეხის მოკიდებასო და მაშინ მახსოვს უთხარი რომ კი მეთქი ეგრეა თქო მაგრამ აი ხა ზუსტად აქედან ორ თვეში გვაქვს არჩევნები თქო და დედას უტირებთ არჩევნებზე თქო მაშინ ეგეთი ბოუძე ვიყავ დედას მოკეთ ძალიან დიდი მოძრაობაა საპროტესტო თქო ახალი ტექნოლოგიური არჩევნები შემოდის და ამ კაცმა მისმინა მე ეს რაღაცა სპიჩი გაუშვი ერთი ნახევარწუთიანი და იდგა თავის მენიუდ ხელში და მისმენდა და ბოლოს ღიმილით და ბოლოს იცი რა მითხრა ფრაზა მახსოვს ინგლისური elections are good if you really get one და წავიდა ჩემი შეკვეთის მოსატანად და ეს ფრაზა ისე ჩამრჩა და თელი ამ ერთი წლის განმავლობაში ეს მახსოვს რომ ანუ ადამიანი რომელიც ჩეხეთის სადღაც პერიფერიაში ცხოვრობს გადასარევებაში რა ქვია სოფელში მაგრამ მაინც პერიფერიაში იმ წუთას იმ ჩემზე სწორი დასკვნა გამოიტანა ვიდრე მე იმ წუთას ნუ ახლა გასაგებია უკვე რომ მეც მივხვდი რასთან გვაქვს საქმე ამიტომ არის ძალიან რთული მდგომარეობა და ჩემი აზრით ერთადერთ გამოსავლად იმიტომ მიმაჩნია პროტესტის გაგრძელება რაც შეეხება ამ დროში ვილაპარაკოთ თუ არა ალბათ ვეღარ მოვასწრებ ხო რა მოხდა რეალურად 4 ოქტომბერს ჩემი გადმოსახედიდან 4 ოქტომბერს მოხდა ჩემი გადმოსახედიდან ის რაც რეალურად დაგეგმა ქართულმა ოცნებამ სამწუხაროდ და მე ვერ მივცემ ჩემთან უფლებას თქვა რომ ვიღაცები ეს ორგანიზატორები რაღაც იმაში იყვნენ შესული რა შეთანხმებაში არაფერი მსგავსი უბრალოდ მგონია რომ ამ ადამიანებს მართლა ქონდათ რაღაცა სიგნალები შიგნიდან არ ვიცი ეს მართლა გომელაურის და ღარიბაშვილის და ლილუაშვილის დონეზე იყო თუ შსს დეპარტამენტების უფროსების დონეზე მართლა დაიჯერეს ამათ რომ ვიღაცები გადმოვიდოდნენ და ეს იყო ერთადერთი ვარიანტი რა შემთხვევაში შეიძლებოდა გამოსულიყო მშვიდობიანი რევოლუცია კობახიძემ რო დასვა წინ დღეს შეკითხვა მშვიდობიანი რევოლუცია როგორ უნდა იყოს ესენი გამოვლენო და დადგებიანო და ჩვენ წავალთო ეგრე როგორ იქნებაო ერთადერთი ვარიანტი მშვიდობიანი რევოლუციის გამოსულის იყო რომ შიგნიდან უნდა გადმოსულიყვნენ ვიღაცები და მოკლედ ეს ბერკეტები ძალოვანი და აგრესიული ბერკეტები რაც ქონდა ქართულ ოცნებას ეს უნდა ჩამოშორებოდათ როგორც ჩანს ქართულ ოცნებამ შიგნიდან დაპირდა ეს ფუჭი დაპირებები მიაცემინა მათ შორის თავისიანებს და საბოლოო ჯამში
მოხდა ის, რაც მოხდა, საბოლოო ჯამში ამათი მიზანი სპეცოპერაციას რატო ეძახი რა იყო? იყო ის, რომ ეს ამდენ ხნიანი მშვიდობიანი პროტესტი, რომელსაც ვიღაცის პროტესტიც კი ვერ დაარქვეს, არათუ ძალადობრივი პროტესტი და მათ მხარდამჭერებშიც კი დარჩა ეს ამბავი ისე, რომ იქ გამოსული ბევრი ახალგაზრდა, ბევრი ჟურნალისტი, ბევრი სხვა პროფესიის ადამიანი უსამართლოდ და არაპროპორციული ძალით ცემეს, აი ეს რაღაცნაირად შეატრიალეს პირველ რიგში თავის მომხრეებში, თორე ჩვენ თავებში არაფერი არ შეუტრიალებიათ. თავიანთ მომხრეებში შეატრიალეს როგორც პროტესტის მართლზომიერი დასჯა, იმიტომ რომ აი ხალხო ესენი არიან ნაცები, ესენი აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, ესენი თავს დაესხნენ სახელმწიფო ინსტიტუტს და აი ახლა ვინც არ უნდა დავიჭიროთ, ეს აღარ უნდა დაიცვას არავინ. და პროპაგანდას ამაში რა როლი აქვს? შემდეგ 5 წუთეულში ვიდაო. კი ბატონო. მოკლედ ესე ვისაუბრეთ 4 ოქტომბერზე, მანამდე პროტესტზე რა ხდებოდა, წინარე ისტორია განვიხილეთ. ახლა ჩაერთვება 20 წუთიანი სადისკუსიო რეჟიმის დრო და მინდა რომ აი ამ ყველაფერზე უფრო სიღრმეებში ჩავიდეთ. ასევე მინდა რომ გაგვიზიაროთ თქვენთვის რა იქნება უკეთესი, რას ფიქრობთ რომ შესაძლებელია, იმიტომ რომ თქვენთან ვისაუბრებ მე როგორც მახსოვს წინა კვირას და საკმაოდ ბევრი ისეთი საკითხი გავიარეთ, რაც მგონია რომ საზოგადოებისთვის საინტერესო უნდა იყოს. თორნიკესთანაც ბევრი მისაუბრე ამ თემებთან დაკავშირებით და მგონია რომ თორნიკეს აზრიც რიგ შემთხვევაში უნდა ემთხოვდეს თქვენ აზრს, რიგ შემთხვევაში საწინააღმდეგო უნდა იყოს. მგონია რომ ორივე თქვენგანის აზრი ძალიან საინტერესო და რაღაც იმედის მომცემი იქნება საზოგადოებისთვის. ამიტომ მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. თქვენთვის მაგათად ბრძოლა არის უფრო მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი, თუ გაქვთ იმედი რა გაძლევთ ამ იმედს, რა უნდა შეიცვალოს, აქვს თუ არა გარეთ ყოველდღიურ პროტესტს, რა გგონიათ ამის ალტერნატივად და ასე შემდეგ. მოდი ჩავთავ დროს დანა თქვენ მოგცემთ პირველ რამდენიმე წუთს, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ დიალოგის რეჟიმში ჩვეულებრივი საუბარივით შევძლებთ რომ გავცვალოთ მოსაზრებები. ხო, პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ამბობენ აი ეს უნდა ვთქვა იმ ადამიანებზე, რომლებიც დააკავეს. რეალურად ეს ხალხი ნაკადი რომ მე საერთოდ მერიოდთან ვიყავი, არც ვიცოდი რა ხდება, არც მესმოდა რა ხდებოდა. და ჩემი მეგობრების ნაწილი ვინც ჩავიდა, საერთოდ ადამიანმა არც იცოდნენ სად მიდიოდნენ. ანუ ყველა იქ მოსულია, ანუ არავინ არ იყო, ვისაც გვეშინოდა და ვინც აერწინაღებით ვიყავით მოსული, ყველა ვფიქრობთ რომ არ დაგვარბიონ. ამიტომ ვიყავ ისე იმდენად მეშინოდა რომ ისევ დეკემბრის სცენები არ გამეორებულიყო და ვიცოდი როცა ძალიან ბევრი ხალხია ამ დროს ეშინიათ ხოლმე დარბევის რომ 4 ოქტომბრამდე მთელი კვირა არ გავჩუმებულ ვარ იმაზე რომ მოდით ხალხო და ახლა ძალიან რაღაცნაირად დამნაშავე და ცხრნობ თავს ერთის მხრივ იმ ადამიანების მიმართ რომლებიც დააკავეს და რომელთაც ვერანაირად ვერ ვეხმარებით. რაც შეეხება იმას რომ არის თუ არა ეს მოკლებადიანი პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზე არის უკვე დამოკიდებული. ეს დრო ოქტომბერ-ნოემბერი იყო ყველაზე კარგი დრო, იმიტომ რომ ამაზე სუსტი ბიძინა ვერ იქნება, სანამ რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოიშლება. ახლა ქონდა მას ეს მთელი რეკეტი თავის იმაზე, რაღაცა ცვლილებები შიგნით, უკმაყოფილება შიგნით, ის რომ საერთაშორისო გარემოსთან საერთოდ ვერც ხვდება სად დაალაგდეს, ამერიკასთან ცდილობდა დაალაგებას და მდინარაძემ პირდაპირ საერთაშორისო სკანდალში გახვია. რაღაცნაირად ისე ემთხოვდა რომ ეხლა არის ყველაზე აი როგორც კომპანიას რომ მენეჯმენტი ეცვლება, იმ დროს კომპანია არის მერყევი, ხო? არ არის ის მდგრადი. თან რაღაც ერთი თარიღი ჰქონდა და კარგი იქნებოდა გამოყენება შეგვძლებოდა და როგორც თქვით, არა მაინც და მაინც იმ ერთ დღეს მოგვეხდინა რაღაც ახალი ბიძგის მიმცემი ყოფილიყო ეს თარიღი და მე ნამდვილად ასე ვუყურებდი. მეც ეგრე ვუყურებდი. მე ნამდვილად ასე ვუყურებდი, უბრალოდ მე შევწდი იმაში რომ ეს მგონია რომ ვიღაცა რაღაცას თუ გაორგანიზებს, მე თუ რაღაცა ვიფიქრე, ესე იგი იმასაც ხო იქნება ხა ეს ადამიანი. ეს მგონია ხოლმე, და პროექტსაც ვინც როცა აკეთებს, ამ მგონია რომ ადამიანმა თუ ხელი მოკიდა და ეს იყო ჩემთვის საშინელი იმედგაცრუება ისეთი რომ ვთქვი რომ მე არასდროს არავის არ მოვუწოდებ თუ მე არ ვიქნები ჩართული. ისე როდის მიხვდით მაინტერესებს აქციაზე რომ რაღაცა ვერ მიდიოდა ისე კარგად რა მომენტი იყო თქვენთვის ეგ? როდესაც ის მანახეს მე მგონი რომ ის როდესაც პაატა წაიყვანეს საავადმყოფოში და ან მაგ დროს უკვე საბოლოოდ დავკარგე. ან მანამდე ძალიან გაურკვეველი საერთოდ ვერ მივხვდი რა ხდებოდა. ვერ მივხვდი, ანუ ვკითხულობდი რომ უნდა ჩავიდეთ, ვინმეს იქ დავეხმაროთ და ხალხი ამბობდა არა, იქ იციან რას აკეთებენ. ანუ იქ არაფერი არ ხდება, იქ არ უნდა იყოს არანაირი ანუ ხალხს ეგონა რომ ესენი რაღაცა მე მგონი პაატასაც თვითონ ეს ეგონა რომ ესე ძალიან მშვიდად მივა შენობასთან და ვინც საერთოდ ვერ ძალიან ცუდად ისმოდა მიკროფონში ხმა და ვინც აქეთა მხარეს იდგა კოლმეურნეობისკენ ჩემი მეგობრები უბრალოდ გაყვა ხალხს. ანუ იქ ეს ხალხი ვინც არის დაჭერილი საერთოდ
არ ამგონია რომ ვინმეს მიზნად ქონოდა შევარდნა. აი საერთოდ არა. და განსაკუთრებით საბოლოო ის როცა დაესვა მივხვდი როცა იმან თქვა ზოდელავამ თქვა რომ ესო ხანგრძლივი ბრძოლა არისო. როგორც კი თქვა რომ ხანგრძლივი ბრძოლაა მივხვდი რომ მორჩა ესე იგი საბოლოოდ აღარაფერი არასდროს აღარ მოხდება უკვე აი ამ 4 ოქტომბრის ირგვლივ. ბოლომდე მაინც მქონდა რაღაც. ესე ჩემ თეორიაზე რა აზრის ხართ? თქვენ როგორ უყურებთ მართლა შიგნიდან რაღაც? არა, ზუსტად ესე ვუყურებ, რომ თვითონ მან რა ქვია. ანუ იპოვეს ადამიანები, რომლებიც წამოსული ჩემი აზრით. არა, ხო, სუსმა იპოვა ადამიანები, იგივე ხაბეიშვილის, იგივე ბურჭულაძის და სხვების სახით, რომლებიც იცოდნენ, რომ იყვნენ მათ შორის გულანთებული პატრიოტები და რომლებიც იცოდნენ, რომ დაიჯერებდნენ, რომ შეეძლოთ აი ამ რაღაცის გაკეთება. დღეს ახლა ჩვენ როცა ამ სტუდიაში ვხედავთ, ტელეფონში არ შევსულ არა, რა ვიცი, ნახევარი საათია და ახლა შევიდე, შეიძლება იქ ხდება უკვე ისეთი, რომ აი ესეთ მუდმივ და სპეციალურად აკეთებენ ამას, ესე მგონია, რომ ესენი ერთად კი არ დაიჭირეს, ანუ ყოველ საღამოს გვაქვს გამოცხადებული დაჭერის ქრონიკები რა, რომ მუდმივ სტრესში ვიყო. კარგით, ეს არის ტერორისტი არა. 4 ხო, ძალიან დიდი სტრესი არა. ყოველ დღე. 4 ოქტომბრის იმედგაცრუება ნათელი არის ყველასთვის, ახლა ვისაუბროთ იმაზე რამაც შეიძლება მოგვცეს იმედი. ბრძოლის გაგრძელება ახსენეთ. თქვენ ძალიან საინტერესო ტერმინი გამოიყენეთ. მე ვარ რომ დიჯიტალ თუ რაღაცა ციფრული სამოქალაქო აქტივისტი. ციფრული ასე პრინციპში ასე დავიწყე, მე ასე დაუძახებდი ალბათ უფრო მეტად ჩემ თავს, როცა პროცესები დაიწყო, ავიღე ტელეფონი და დავიწყე უბრალოდ იმაზე ლაპარაკი, რაც მჯეროდა რომ სწორი იყო და თან ვცადე რომ ისეთი ენით მესაუბრა რაღაც არაზედმეტად აკადემიური და რაღაცა მაღალფარდოვანი რომ პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, ვინც ისედაც არ არიან ამ პროტესტის ნაწილი სხვა მიზეზით, რაღაცა გამეგებიებინა, თორე ანა ალბათ აღარც უყურებს ჩემ ვიდეოებს, იცის რასაც ვიტყვი ისედაც და თუ უყურებ, კი, ყველას ვაზიარებ. ხო და მოკეთ, რის თქმა უნდა, ეს უნდა გავაგრძელოთ ყველანაირ ვარიანტში და პირველ რიგში აი ახსენეთ ასევე რომ ცოტა გეგმაზომიერი მიდგომაა საჭირო და ამ უკანასკნელი 3-4 დღის განმავლობაში 4 ოქტომბრის შემდეგ მაგალითად მე ვცდილობდი რომ ჩემ გარშემო ვინც ერთმანეთს ეჩხუბება შევერი არ ეჩხუბოთ აი ეს რაღაცნაირად ხან მომეწოდებინა ხან მეთხოვა ხან დამემუნათებინა რომ როგორ ჩხუბობთ ხალხო და ასე შემდეგ და ალბათ ეს 1-2 დღე გადაივლის და დადგება პერიოდი როდესაც ჩვენ გადავალთ პროტესტის ახალი ფორმების ძიებაში და ერთ-ერთმა მეგობარმა მომწერა სხვათა შორის აი თორნიკეო შენ ვინმეს თუ შეგიძლია დაელაპარაკეო ხო არ არისო რამე ვარიანტიო იმისიო რომ პირობითად ის ადამიანები ჩავრთოთ მათ შორის პროტესტში ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო არის გაჭირვებული და სხვადასხვა მიზეზის გამო პრობლემა აქვს ამ ქვეყანაში, მაგრამ კონკრეტულად ესე პირდაპირ ვერ იაზრებს და ვერ ლინკავს, რომ იმის პრობლემა შეიძლება მოდიოდეს მაინც და მაინც დასავლური კურსის შეჩერებასთან, მაინც და მაინც ქართულ ოცნებასთან და ასე შემდეგ რა. აი პირობითად ადამიანს რომ მედიკამენტების ხელმისაწვდომობა არ აქვს, აფთიაქზე კი არ უნდა გაბრაზდეს. უნდა გაბრაზდეს სახელმწიფოზე, რომელმაც ეგ ლანდშაფტი შექმნა, რომ ის წამალი იმ წუთას ის ფასი ღირს, რომელიცაც უჭირს საკუთარი შვილისთვის რაღაცა ელემენტარული საკვების თუ სასწავლო ნივთების შეძენა თუ გასართობად წაყვანა, ეს უნდა გაიაზროს რატომ სჭირს და ამ ადამიანებზე პროპაგანდა ვახსენე. მაგას მიდოდა მაგას ავიტაცება ამ იმას რა ქვია. კიდე ერთი ისტორიის მოყოლა მინდა მე. ამ ამბავს პირველ რიგში ხო აუცილებლად არის საჭირო ეს ჯერ ერთი ხალხმა უნდა გაიაზროს რომ ის რაც ამ კვირას ხდება სამოქალაქო აქტივისტებს, ჯგუფებსა და პარტიებს შორის ეს ზუსტად ისეთივე სპეცოპერაცია რაც მოხდა 4 ოქტომბერს და ყოველი კონფლიქტით ამ სპეცოპერაციას უბრალოდ აღრმავებენ და ანუ პირდაპირ ასე აჭმევენ, ზრდიან ურჩხულს. ანუ არაფრით არ შეიძლება, აი ეს არ არის კრიტიკა. ეს არ არის პროცესის კრიტიკა, რაც ახლა ხდება. ეს არის მაქსიმალურად ჯერ ერთი ამან დააზიანა საერთოდ მთელი ეს პროტესტი. იმან რომ პარტიები, რომლებიც იყვნენ მთავარი, ვერ შეკრეს ერთი საკოორდინაციო. მე არ ვიყავი ამ პარტიების გაერთიანების მომხრე. იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცოდი, რომ როგორც კი გაერთიანდება, ერთიანი იმიჯით უფრო დააზიანებს მას ერთიანად. ხო. მაგრამ და ზუსტად ვიცოდი რომ ყველა ამ პარტიას ყავს თავისი სეგმენტი, მაგრამ ამისთვის ისინი უნდა შეთანხმებულიყვნენ, მათ უნდა ჰქონდათ ერთი საკომუნიკაციო ჯგუფი, მათ უნდა ჰქონდათ საერთო რესურსები, ეს რესურსები ასევე ამ ტელევიზიებსაც ხო სამი ოპო ტელევიზია ყავდა, უნდა გაენაწილებინათ და აუცილებლად ეთქვათ რომ აი მე ვმუშაობ საჯარო მოხელეებზე, შენ მუშაობ ბიზნესზე, მე ვმუშაობ არ ვიცი, აი იმაზე რა ქვია, თუნდაც რეგიონებზე, მემარჯვენეებზე, მემარცხენეებზე რაღაცა. ამის გარეშე
ამის გარეშე არაფერი არ გამოვა და ზუსტად ეხლა იგივე გრძელდება, ეხლა უარესია კიდევ რასაც უყურებთ და ყოველი ასეთი კონფლიქტი იმას იწვევს, რომ ადამიანი, რომელიც გარედან ამას უყურებს, არავის არ უნდა ამაში შემოსვლა. ანუ ადამიანს როდის ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა თავდადებულ ადამიანებზე, რომელიც მე არ ვიცი, ალბათ მართლა უნდა მომიკვდეს ყველანაირი იმედი, რომ გავჩუმდე, თუნდაც იმ Facebook-ზე რომ გავჩუმდე, ხო? მაგრამ არის კიდევ ესეთი ცოტა, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, რომ ესეთი არის 2% ალბათ მეტი არა. და რაღაცა მასა, რომელიც უკმაყოფილოა მთავრობით, ალბათ რა ვიცი 50%. ისინი მხოლოდ მაშინ შედიან პროტესტში, როცა ძალას ხედავენ, როცა ერთიანობას ხედავენ. და როგორც ჩანს, ეს ძალა არსად არ გამოჩნდა და ვერ დავანახეთ ეს ძალა. აი ახლაც როგორ არის, ნახე ვიწყებთ, რომ იქ ხوار ეს ხوار წამოვწიოთ ეს ჯგუფი იმის ნაცვლად, რომ ერთი ჯგუფი შევქმნათ ჯერ, რომელსაც რაღაც თავისი ქსელი ექნება. აი, თორნიკე, კოორდინაციასთან დაკავშირებით, შენ ხო საქართველოში ხარ და პირდაპირ აკვირდები ამ მოვლენებს. შენი აზრით რა არის პრობლემა ამაში, რომ ეს კოორდინაციის პრობლემა გვაქვს? დავიწყებ პოლიტიკური ჯგუფებიდან და მე გადმოვალ აქტივისტების ჯგუფებზე და ამაზე ვიტყვი ჩემს. პოლიტიკურ პარტიებში, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში პრობლემა არის ხო ბევრ პრობლემას ხედავ თითქოს და პრობლემის საძირკველი არის ჩემი აზრითაც აღარ ვამბობ, აი უეჭველი ვიცი რომ ეს არის, რომ მათი უმრავლესობა გულის სიღრმეში ვეღარ ხედავს ნათელ პერსპექტივას, რომ აი ესე მალე დაამარცხებენ ქართულ ოცნებას და ქართულ ოცნებასთან ბრძოლიდან გადავიდნენ ერთმანეთთან ბრძოლას. აი ეს არის პრობლემა, რომ ყველა გულის სიღრმეში უმიზნებს 2028 წლის არჩევნებს და ყველას უნდა რომ 2028 წლის არჩევნებზე იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა. და კი, ოპოზიციურ პარტიებზე ვსაუბრობ. რაც შეეხება ხა აქტივისტების ამას უბრალოდ დავამატებ, ეს არის რუსეთის პირდაპირ რუსეთის მიერ გამოვლილი გზა. აი ამას ვინც აკეთებს, არის სულელი. აი მართლა პირდაპირ ვამბობ, ვინც ამას აკეთებს, ვინც ფიქრობს, რომ 28-ში ის ესე მარტო სხვებს დაამარცხებს და გავა, ის არის მან უბრალოდ არ იცის უახლესი ისტორია აი ამ ბოდიში. კი და ოპოზიციურ პოლიტიკოსების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათთვის ეს არის სამსახური. აი ამ რეალობაში, რაც ხა ჩვენ ვიმყოფებით, ისინი სამსახურში მიდიან ოფისში, ბევრი მათგანი ხა ყველაზე არ ვიტყვი ზოგი ციხეში ის კაცო, მაგრამ მიდიან სამსახურში და მოდიან და რაღაცნაირად თვის ბოლოს ერთ და იგივე ხელფასი აქვთ იმ თვეს რაღაცა გულხურვალე პროტესტში გაატარებენ და ყირაზე გადავლენ თუ საერთოდ არ გავლენ ქუჩაში. აი ეს არის ერთი პრობლემა. ეხლა აქტივისტების ფლანგზე გადმოვალ. აქტივისტების ფლანგზე პრობლემა არის ის, რომ დავიღალეთ ფიზიკურად ჩვენ მანქანები არ ვართ. ჩვენ გვაქვს ჯანმრთელობა, ჩვენ გვაქვს ფსიქიკა და მათ შორის რა ისიც მე აი მიჭირს ხოლმე გავაკრიტიკო ადამიანები იმის გამო რომ ნერვები აქვთ დაგლეჯვაზე. ყოველ საღამოს რო ტერორს გიწყობენ, აი ეს არის რა ჩვენი პრობლემა და ამ პრობლემას ვერსად ვერ გავიქცევით. ერთადერთი არის რომ შენი თავი აიძულო და ესეთი რეცეპტი მქონდა მე. ვიღაც აი ნანა მაგალითად დაწერს თქვა რაღაც ისეთ რაც მე არ ვეთანხმები. მე უნდა ავდგე ამ Facebook-ზე დავაჭირო send message და პირადში მიწო ნანა ჩემი აზრით ჯობდა ესე გააკეთებენ. ნანა ამაზე თუ გადაირა და შენ ვინ გეკითხება და შეუვარგისო და ასე შემდეგ ამაზე მე დაწერე კი ბატონო საჯაროდ, მაგრამ გააკეთა ეს ვინმე ჯერ ცადაპი ეს გამოჭენება აი ეს არის აქეთ პრობლემა და ეს მინდა რომ დავასრულო რა. ზოგადად როგორ შეიძლება სახელობითა და ხო ვიღაცას დათაგავენ და ამან იცის რაღაცა. იდეა, გაუკრიტიკე მოსაზრება. ის არის შენი თანამებრძოლი. არ შეიძლება სახელობითა და ადამიანების თრება ეხა მართლა რაღაცა სასწაული თუ არ გააკეთა და ის რაღაცა იმასავით იაგო ხუჩიასავით არ მოიქცა, ანუ აი ეს თუ არ არ შეიძლება ადამიანებს ერთი თუნდაც შეცდომის გამო ადამიანს ხაზი არ უნდა გადაუსვა, როცა ამდენი წელია პროტესტში შენთან ერთად იდეასაც ესე უნდა მოვიქცეთ. ანუ ჩვენ ძალიან შავთეთრად, ესე შავთეთრ სამყარო შავთეთრად ხედვა, რომ აი ანაკ ხარ, ანიკ ხარ, ამ დროს ძალიან ბევრი ადამიანი პოს ვერ მოდის, ვერც საჯარო სამსახურიდან ვერ მოდის და პოლიციიდანაც ვერ მოდის. არა ის ჩვენ ვთხოვთ გმირობას ადამიანებს და არ შეიძლება რომ გმირობას ვთხოვდეთ რიგით ადამიანებს. არ არსებობს ეს მოდელი. და ეს კომპლექსურად ადამიანებსაც კომპლექსურად უნდა შევხედოთ და იდეებსაც კომპლექსურად უნდა შევხედოთ, რომ ამ იდეიდან ეს ნაწილი სწორია, ეს არ არის. ეს თუ ჩავარდა მე რას ვაკეთებ, ხო? აი ასე უნდა ვუყუროთ ყველაფერს. ყველა ადამიანმა, ვინც არის ოპოზიციურად განწყობილი დავარქვათ, ან განწყობილი საკუთარი სამშობლოს დასაცავად და ახლა ჯერა და ეს ადამიანები ასობით 1000 არიან, წინა 4 ოქტომბრის აქციამაც გვაჩვენა, ხო? საკუთარი შესაძლებლობების დღიური აქტივობის 10 კი არა 5% რო დაუთმოს რაღაც ფორმით გაპროტესტებას და ის ახლა ვიტყვი რა ფორმით შეიძლება იყოს. ჩვენ გონია რომ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში.
მართლა მგონია რომ იმაზე მალე გავიმარჯვებთ ვიდრე წარმოგიდგენია. ეს შეიძლება იყოს აი მართლა ამ დგომა და ვიდეოში ვიღაცას არ გინდა ვიდეოს შენი სახელი რო ჩანდეს page გააკეთე, ან სახეს უარ გამოაჩინო, ანონიმურად ლაპარაკე. ლაპარაკი არ გინდა, კომენტარი დაწერე. კომენტარის დაწერა არ გინდა, ვისი ლაპარაკის და ვისი კომენტარის მოგეწონება, ის დასკრინე, ის გადააზიარე. ანუ სოციალურ ქსელებში აქტივობაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იქ იქმნება რეალურად წარმოდგენები. ერთხელ სტუდენტმა მკითხა, აი ხო ესო რამდენად არის შესაძლებელიო, აი გებელსი და ჰიტლერი რასაც აკეთებდნო, ხო ხო ცნობილი ამბავია, რომ პროპაგანდაზე იდგა ფაშისტური გერმანია, რომ ეხა ეგო გაკეთდეს აქ და გამახსენდა თანამედროვე რეალობაში, იმიტომ რომ სოციალური ქსელები გვაქვს და გამახსენდა ფილმი არის ესეთი ტალღა ქვია დიველე, წიგნიც არის, რომელშიც ზუსტად გერმანიაშია გადაღებული, გერმანელ პროფესორს უსვავენ ამ კითხვას სტუდენტები, რომ ეგო ეხა მაშინ იყო, ამ თავიანთ წარსულზე საუბრობენ მოკეთ და ეგო მაშინ ხდებოდა, ვიხარ როგორ მოხდებოდა ექსპერიმენტს ატარებს, ეხა არ მინდა დავასპოილერო, მაგ ფილმს უყურეთ, მაგრამ მოკლედ ვიტყვი ექსპერიმენტს ჩატარებას იწყებს ლექტორი, რომ ზუსტად ასეთ ეხა ელიტარულ კლუბს ქმნის, რომელსაც საკუთარი როგორც ვიზუალური, ასევე ჟესტიკულაციური გამოხატულება აქვს, რომ არიან სხვაზე უკეთესები და სხვები როგორ უნდა მიიღონ და არ მიიღონ და ასე შემდეგ და ანუ პატარა ფაშისტური წარმონაქმნს აკეთებს თვითონვე, რომ შემდეგ დაანახოს, რომ აი თუ არ არის შესაძლებელი ეს დღევანდელ რეალობაშიც და ამ ეს მაგალითი მოვიყვანე, რომ კი დღევანდელ რეალობაში არათუ ჩვენ რაღაცა გაგვიმარტივდა პროპაგანდასთან ბრძოლა, ამ სოციალურმა ქსელებმა გაუმარტივა პროპაგანდას საქმე და ჯერ სად ვართ. ეს ხელოვნური ინტელექტი შემოვიდა და უკვე დაახლოებით 80%-ს ჩემი დაკვირვებით საქართველოს მოქალაქეებსაც არ შეუძლია გაარჩიოს ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული და რეალური ვიდეოები და სადღაც 1-2 წლის თავზე მე მაქვს პროგნოზი, რომ ჩვენც ვეღარ გავარჩევთ და უბრალოდ ანა ყაულაშვილის იმას აიღებენ ფოტოს და ანა ყაულაშვილს ალაპარაკებენ ისეთ რაღაცებს, რომ შენ მე მარტო ის უნდა ამტკიცო, რომ ეს მე არ ვარო. აი ამ რეალობაში ვარ სამწუხაროდ. მართლა როცა პოსტები და იმედმა დამაბრალა რაღაც ბანერების და ხო მე ხო ვიცოდი რომ არ გამიკეთებია, მაგრამ ბოლომდე მჯეროდა ისეთი დარწმუნებით მემუქრებოდნენ, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაც AI ვიდეო გააკეთეს, რის გავრცელებასაც აპირებდნენ და თავისი ამომრჩევლის იმაში დარწმუნებას ყავდი ინფორმაციით, რომ მე გავაკეთე რაღაც მავნებელს. რა რისი და სასასრულს რისი თქმა მინდოდა. ჩვენი წინაპრები როცა რუსეთის იმპერიას ებრძოდნენ, სასწორზე იდო მათი სიცოცხლე, ანუ დახვრეტის მუხლი არსებობდა, გაციმბირების მუხლი არსებობდა და ასევე ოჯახის წევრების დახვრეტის, გაციმბირების ან შეურაცხყოფის საფრთხე არსებობდა. ისინი ამაზე მიდიოდნენ ის ადამიანები და ჩვენ მინიმუმი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ხმამაღლა ამაზე ლაპარაკი და მათ შორის ბევრი ის ადამიანი ვინც პროტესტში ჩართული იყო გაზაფხულზე დღეს მეუბნება რომ მუხტი აღარ არის და რა აზრი აქვს ვინ ქმნის მუხტს შენ გააზიარე რამე თქვი რამე და ეს არის თორნიკე ასე არ მუშაობს მეც მაგას ვაკეთებდი ერთი წელი მეც ამას ვაკეთებდი მოვუწოდებდი ხალხს მოვუწოდებდი აი ესე ვამბობდი რომ აი შენ იმას ქენი ახლა შენ დაწერე არ მუშაობს მერე დავიწყე კითხვა პროტესტის შესახებ პროტესტს უნდა უყურო როგორც სტარტაპს. თუ ბაზარი არ არის მზად, სტარტაპი აღარ უნდა გაიტანო. თუ და ვინ ვართ ამ სტარტაპის შემქმნელები? ის ხალხი, ვინც ზუსტად ხედავთ საფრთხეს და ვინც მზად ვართ, რომ ამისთვის ხა მე იმისთვის არ ვარ მზად მაგალითად, რომ ჩემი ოჯახი ამერიკაში დავტოვოდა, აქ ჩამოვიდეს. ანუ ყველას ხო ჩვენი რაღაცა ჩარჩო გვაქვს, რომლის იქეთ ვეღარ გადავდივართ. ანუ ახლა აქაც რომ ვარ რა თქმა უნდა ძალიან მინიმალური ჩარჩო დავაწესე, რომ უბრალოდ ხმა ამოიღეთ. ხო, კი მესმის. მაგრამ სხვა რამეზეა ლაპარაკი, რომ ჩვენ ვინც რაღაცაზე ვართ, ჩვენ უნდა ვუყუროთ ამას როგორც სტარტაპს. შენ თუ შენ პროდუქტს ვერ ყიდი, შენ გაქვს პრობლემა. მაგაში გეთანხმებით, ანუ რიგითი ადამიანი, რაც არ უნდა, მე ვიხსენ რომ არნერი აზრია მოწოდებებს აღარ აქვს. მართლა ძალიან საჩუქრად ვთაგავდი, უნივერსიტეტებს ვთაგავდი, პროფესორებს ვთაგავდი. მაშინ გამოდის რომ ჩვენ დარჩენილი ვართ ქართული ოცნების მორიგი სიგიჯის იმედზე. არა, ერთის მხრივ კი, მაგრამ ამასაც სწორად უნდა დავხვდეთ. იმიტომ რომ შეიძლება როგორც გამოვარდება ხალხი ისევე შევარდეს უკან და ქართულ ოცნებებს უკვე ვნახეთ ეს ძალიან დიდი აი შენ ამბობდი რომ დავიღალეთ აქტივისტებიო ჩემი მეგობარი მეკითხება უცხოელი იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვთვლით რაღაცეებს და მე კი ვთვლი იმიტომ რომ მიჩვეული ვარ ამ ტექნიკური და საინჟინრო პროექტების მართვას მეკითხება რომ კეთო 1000 საშუალოდ 1000 ადამიანიო 300 დღის განმავლობაში დღეში 3 საათს რო ხარჯავსო არ შეიძლებოდაო ამ დროის ანუ პირდაპირ კაც საათებში აი ეს როგორც რესურსი რომ დავთვალოთ არ შეიძლებოდაო ამ რესურსის უკეთესად და უფრო მიზანმიმართულად მიმართვა ჩვენ ხო ამაზე არ ვფიქრობთ იმიტომ რომ ჩვენ ვართ ემოციით შევარდნილი და ჩვენ ვფიქრობთ რომ ერთადერთი რაც დაგვრჩა და შეიძლება მართლა ეს არის ერთადერთი რაც დაგვრჩა ხო რუსთაველია
მაგრამ იქნებ რაღაცა უნდა გადავიაზროთ. იქნებ ვიფიქროთ იმაზე, რომ როგორ გამოვხდეთ აქტივისტები. მან ერთ პრობლემას ხედავ კიდე წეგან ახლა გამახსენდა წეგან დამოვიწყდა თქმა. ჩვენ ცადეთ მათ შორის აი თბილისის მოლთარო აქცია იყო იქ მაგისტრალის გადაკეთვა და იქაც ხალხი რო დაიჭერეს. განსხვავებული ფორმის მოძებნავს ცადეთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავიაზროთ ერთი რამე, რომ უგახარია საუთ გამომივიდა. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ. ხო, მოკლედ ჩვენ იქ გავართ უმრავლესობა საკუთარი სფეროს პროფესიონალები. მოდი ვიტყვი გამიყენებ სიტყვა უმრავლესობა ინტელიგენტი ხალხი, ასევე რაღაცნაირად წესიერი ხალხი და იქ არ დგანან ხულიგნები. ანუ ჩვენ ისტორიაში, უახლეს ისტორიაში მათ შორის იყო ველურების და ხულიგნების აქციების, რომელიც დასრულდა ჟურნალისტების ცემით და ასე შემდეგ. რომლებიც მზად არიან ციხეში წავიდნენ ადამიანი მოკლან კიდევაც ცემონ კიდევაც ოღონდ საკუთარი განსხვავებული აზრი ჩაახშონ და ჩვენ ასეთი ადამიანები არ ვართ. ჩვენი უმრავლესობა ეს არ ვიცი ვიღაცა შევა პრობლემათ მოიჩვენოს გარკვეულწილად ღირსებაც არის ხო ეს ჩვენი რომ ჩვენ არ ვართ იქ ველურები რომლებიც აი ეს ძირითადი მასა რომელიც იქ დგას და მათ შორის ბავშვებით იყვნენ ხო ხალხი გამოსულები აი ეს გარკვეულწილად ხო ღირსებაც არის მაგრამ პრობლემაც ეგ არის რომ სულ რო გამოვდივართ ვერ ვაკეთებთ ისეთ მოძრაობებს იქ რაღაცა რაც თუნდაც ევროპაში ხდება მოლოტოვის როლები და რაღაცები ჩვენ არ ვართ ეს ხალხი ბუნებრივად ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ მე რატო არ ვარ ნუ არ ვართ ეხლა და რა ვქნა არა აუცილებლად შეაფასო ანუ მომხმარებელი უნდა შეაფასო აუცილებლად და უნდა მიხვდე ეს მომხმარებლის რა სეგმენტზე როდის შეგიძლია გასვლა სხვანაირად აი სახელმწიფოებსაც რო ჩახედავ პროტესტის წერია რომ უნდა იყოს მინიმიზმები უნდა იყოს ისეთი კამპანიები რომლის მიზანი ყოველთვის არის რომ რაღაცა 5 ადამიანი მაინც დაიმატო თუ ამას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ იმატებ, ესე იგი შენ პრობლემა გაქვს. და ამ პრობლემას სჭირდება მე ამ წუთას მაგალითად მე არ ვიცი გამოდის თუ არა მოკლევადიანი. მე სუმჯეროდა ამ მოკლევადიანის. იმიტომ რომ ძალიან მეშინია გრძელვადიანი პროტესტის. ძალიან მეშინია, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რა მოხდა რუსეთში. აი ეს გრძელვადიანი პროტესტი როგორ გამოფიტეს ბოლო ადამიანამდე და ის რომ ეხლა ჩვენ როცა რაღაცნაირად თავს ვიმშვიდებთ რომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რუსთაველი იმიტომ რომ ეს აწუხებს რეჟიმს ნები ყველაფერი აწუხებს პუტინი დღემდე ამკაცრებს კანონებს უკვე ისე მობეზრდა ამ ადამიანების კიდე რაღაცნაირად პოლიციური ძალებით კონტროლი რომ უკვე სთხოვს რომ პროგრამა მაქსი დააყენოს ყველამ კომპიუტერში რომელიც იმაში ტელეფონში რომელიც მთლიანად შენ ტელეფონს ან პირადი ცხოვრება აღარ დარჩებათ ადამიანებს უკვე პროტესტის გამოხატვის თავიც აღარ აქვს პერიოდულად ვიღაცა ერთი ადამიანი როცა რამე შენობას ანგრევენ ან რაღაცა სადღაც სკვერს გამოვა ფურცლით მიყავთ 5 წლით იჭერენ და მე 5 წელი რო გადის იქ ციხეში უწყობენ პროვოკაციას რომ კიდე 5 წელი მე მომისმენია ფრაზები რომ აი ხა ეგ არ გამოვა საქართველოშიო ნუ აი ეს არის მე არ ვიცი რის საფუძველზე იჯერებს ხალხი ამას მე ვარ ინჟინერი მე ზუსტად ვიცი რომ თავის თარაფი არ გამოდის მოიცა ეგ არის იყო საბჭოთა კავშირის დროს აბა რა იყო გამოსული როგორ ეგ არის იყო გამოსული ვინც მაგას ამბობს რომ არ გამოვაო ეგო საქართველოში საბჭოთა კავშირის დროს ხო იყო ეგ გამოსული არა საერთოდ 200 წელი არ გაგვიმარჯვე არაფერში ხალხო ანუ თავისით დაიშალა რუსეთი თავისით დაიშალა და ყველა ჩემთვის ყველაზე გულსატკენი ეს არის ხო გულში მწერდი რომ ჩვენ არ გვასწავლეს იმ ადამიანებზე რომლებიც იყვნენ კონფორმისტები თუ არა მოღალატეები როგორც მინიმუმ კონფორმისტები ამ სიტუაციაში და მე როგორც გადმოცემით მომისმენია 9 წელს კი როცა ხალხი იქ იდგა ვიღაცები კიდე დაზორებოდნენ და რაღაცების დაალაგებას ცდილობდნენ რომ აქედან რა გამორჩენა ენახათ მე ვიყავი 12 წლის და მე ძალიან კარგად მახსოვს მეორე დღეს იმიტომ რომ ყველა უცებ ის იყო შეშფოთებული მეორე დღეს რა იწერებოდა გაზეთებში და რას ლაპარაკობდა ხალხი რომ ეს არის ახალგაზრდების ბრალი რომლებიც ესროდნენ ბოთლებს ტანკებს ანუ ეს არ არის ჩვენ არ შეიძლება რომ თავი რაღაცაში დავიჯეროთ მე ზუსტად ვიცი რომ თავისით არაფერი არ გამოდის მოდელს თუ არ დასახავ არ გამოდის და თუ მე დავიჯერებ რომ მოკლევადიანი ბრძოლით არაფერი არ გამოდის მაშინ რესურსი სხვანაირად უნდა მივმართო მაშინ ნიშნავს რომ ეს სამოქალაქო საზოგადოება მყავს გადასარჩენი იმიტომ რომ 28 რომ მოვა პარტიები კი არ გვექნება ჩვენ პარტიებმა თავის გადარჩენაზე კი არ უნდა იზროს სამოქალაქო საზოგადოება აღარ გვექნება შერჩენილი იმიტომ რომ ვისაც ხმის ამოღების უნარი აქვს ის წავა 100,000 ადამიანები შეუშვეს უკვე და უკვე იწყება ხო ამ ადამიანის რა ქვია ამ მოსწავლეების ასე ვთქვათ ცნობიერების შეცვლა ჰიტლერს მეტი კი არაფერი არ გაუკეთებია შეუშვან ხდლები რა ხდლები მასწავლონ ამბროს ხელაია როგორი ბრძოდა მაგრამ ჩვენ ვიცით რასაც ასწავლიან ხო ეგ არის პრობლემა 33 წელს ჰიტლერმა ვერ მოახერხა რომ ხალხი დაერაზმა
უბრალოდ ბოიკოტისთვის ებრაელების მაღაზიების ბოიკოტისთვის არ გამოუვიდა, ანუ გამოაცხადა რომ ეხლა დღესო არაფერს არ ვყიდულობთ ებრაელებისგან და არ გამოუვიდა. ანუ 33-ში და 38-ში, ანუ ამ 5 წლის განმავლობაში ისე შეცვალა ამ ადამიანების ცნობიერება პროპაგანდით, ბანაკებით, ახალგაზრდული ბანაკებით და დააკვირდით, დათვალეთ, მე მგონი 1-5,000-მდე ახალგაზრდა წაიყვანეს ზაფხულში უფასო ბანაკებში. ხო? და ახლა ამ ხელისუფლებამ და ესენი ხო იგივე საკეთებენ და 38-ში ერთი რო დაიძახა დაარბიეს მთლიანად. მე მაინც გონია რომ ადამიანებს ვინც არიან ეხან ესე ეგრეთ წოდებულ და აპოლიტიკურად განწყობილები და ან პირიქით ქოცების ხარდაჭერად განწყობილები, აი ეს არ ჯერათ. აი ეს არ ჯერათ, რომ ხა ის არ მოხდება, კაცო. აი არ მოხდება, ხა ესენი იმაშვებიან მიშისტები და ნაცები აბუქებენ, ყველას ხო მაგას გვეძახიან, და რომ ეგ ხა როგორ მოხდება, იმას როგორ გააკეთებენ. აი გარჯერათ. აი გარის თავარი პრობლემა და მაგ დროს ფიქრობ ხოლმე ნეტა მაშინ რას ფიქრობდნენ აი წითელი არმია რო შემოდიოდა მაშინ ხო უფრო აშკარა იყო თან წყობრი ნაბიჯით შემოვიდნენ და დროშებით და ასეთ ვიზუალით მაქვს მე აღქმული ისტორიის სახელმძღვანელობიდან ეგ ამბავ მაშინ ხო უფრო აშკარა იყო მაგრამ მე მგონია რომ მაშინაც თulidan რომ ხო ნუ რა მოხდება ეხა ხელისუფლება შეიცვლება მეტი კი არაფერი და ჩვენ გავაგზავნებთ ცხოვრებას როგორც შეულ აი ესე მგონია რომ ეხლაც ესე ვიყურებენ ეს ადამიანები და რა ვიცი იქნება 2-3 კაც მაინც ეს გადაცემა და აი მეტი არაფერი არ ხდებოდა ხალხო აი ზუსტად ეგ ხდება რაც მაშინ ხდებოდა რომ მინდა იქ წასვლა აგერ რუსეთს უყუროთ რა ხდება ხო სულ არ გვინდა საბჭოთა კავშირში წასვლა ხო მადლობა ამოგვეწურა ჩვენი დრო 5 წუთიანი დანამატით ამოგვეწურა საკმაოდ საინტერესო დისკუსია იყო მგონია რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოკვეთეთ რომელსაც თუ ვიმუშავებთ ბევრად უფრო მარტივად მივუახლოვდებით ფინიშის ხაზს აი ხლა გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე, ნანა თქვენ გკითხავთ, რადგან ბოლოს თორნიკე საუბრობდა. ესეც რაღაც მაინტერესებს. მე გამიგია რომ თქვენ ხშირად მიუთითებთ იმაზე, რომ გვჭირდება ახალი ლიდერები, ახალი პოლიტიკური გაერთიანება, ხო სწორად თქვენი აზრი რატომაც რა აზრი გაქვთ ამასთან დაკავშირებით მაშინ? შეიძლება პირიქით იყო და ხო პირიქით. ანუ მე ყოველთვის ამბობდი, როცა ამბობდა ხალხი რომ ჩვენ მე ძალიან მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდი პოლიტიკური პარტიების კრიტიკას, ყველა მიცის ვინც ჩემ მეგობრებმაც და ვინც ჩემს იმას ფეის აფოლოებს, რომ ყველგან იმას ვამბობდი, რომ არ შეიძლება ეხლა ერთადერთი ეს ვყავს და გვჭირდება, ანუ პოლიტიკური ძალის გარშე ჩვენი შეცდომა იყო რომ პოლიტიკოსები თავიდან პროტესტიდან გავყარეთ, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი, ანუ ჩვენ რაღაცნაირი ისა ვართ ძალიან მაქსიმალისტი ხალხი ვართ მოლოდინებში. ანუ ჩვენ ყველაფერი გვინდა რაღაცა ისეთი იდეალისტური გვინდა რა. დღეს ზვიადრატიანის ლექსია აღმოვაჩინე ინგლისურად ქართულ მწერლობაში რაღაც ნაწილი დავპოსტე და უცებ ვიქრე, აი ხა ვიღაცა დამიწერს, რომ ეს ფრაზა ესე კი არა, ესე უნდა ყოფილიყო თარგმნილი. ანუ ჩვენ გვინდა რომ აი რაღაცა ძალიან დიდი და ისეთი ძლიერი ქვეყნის ისინი გვაქვს მოლოდინები გვაქვს ხო და ამიტომ ნახე მე ზუსტად ვიცი რომ დიქტატურა არ დგება იქ სადაც ყავს ძლიერი პოლიტიკური კლასი ანუ დიქტატურა თუ დადგა დიქტატურა ახლა ჩემთვის შეალამაზე ავტორიტარიზმია ტოტალიტარიზმი ანუ ერთ კაცზე ჩამოკიდებულია მთელი ქვეყანა ხო ეს კაცი უცებ რომ გაქრეს არაფერი არ დარჩება კობახიძე მდინარეზე არაფერს არ წარმოადგენს საერთოდ ანუ ამ კაცზე არის ბიზნესზე არის ყველაფერი ჩამოკიდებული ხო და როცა დიქტატურა დგება ეს ნიშნავს უკვე რომ შენ გაქვს ძალიან სუსტი პოლიტიკური კლასი და ამ პოლიტიკურ კლასს უნდა გაუფრთხილდე. ამიტომ მე ამის წინააღმდეგი ვიყავი. ასევე არ ვიყავი მომხრე მაინც და მაინც გაერთიანების, მაგრამ მე ყოველთვის ვიყავი რესურსების გაერთიანების მომხრე. ახლაც აი რო ნახოთ 90 სხვადასხვა ის არის პოდკასტია, 90 სხვადასხვა პეიჯია, რომელიც ინფორმაციას დებს და წვდება 5000 ადამიანს, 5000 ფრენდი მყავს. ანუ 5000 ადამიანს კი არა, ამათ უნდა გაერთიანონ, დაბუსტონ, რომ მიწვდეს 2 მილიონს, ხო, 1,5 მილიონს რომ ამ ეკო ჩემბერს გაცდეს. და აი ამას ვერ მივეჩვიეთ, რომ როგორ ზუსტად ამას, ანუ ლიდერებს მე ვიცოდი რომ როგორც კი ახალი ვიღაც გამოჩნდება, მაშინათვე იმის გასვრა დაიწყება, აი ძალიან დიდი ხანი იყო 1-2-3 თვე იყო ეს, რომ აი ახალ ლიდერს ველოდებით. ხო, არასწორად ინტერპრეტაცია მივეცალოთ, იმიტომ რომ თქვენ ერთ-ერთ პოსტში ზუსტად ვიცი რომ გეწერათ, რომ რაღაც ახალი პოლიტიკური ძალა გვჭირდება, რომელიც გაერთიანებს პოლიტიკური არა, ზოგადად ძალა. მე ჩემი ლეჩავერთო ჯერ კითხვა ზოგადად ძალა, აი უცებ ვიტყვი რომ ჩვენ გვჭირდება ზოგადად რაღაცა კოორდინირებული ძალა. ამას გითხავთ და 5 წუთი გექნებათ რომ გაერთიანოთ ყველანაირი აზრი და მიპასუხოთ. ხო, ალბათ უფრო ესე ზოგადად კითხულდა და მესვავით რა რაღაც პოლიტიკური ლიდერი. ეს მაინტერესებს პრინციპში კი ისაუბრეთ, მაგრამ მაინც უფრო თუ განმოვცოთ, რამდენად რეალისტურია ეს სურვილი, რომ ისეთ ქვეყანაში, ისეთ პატარა ქვეყანაში უფრო სწორად როგორც საქართველოა, ვინმე თუ აიღებს თავის თავზე ამ პასუხისმგებლობას, რომ ვიღაცა გააერთიანოს, კოორდინაცია მოახდინოს, არ ვიცი ერთმანეთთან კომუნიკაცია გაამარტივოს და რაღაცა პასუხისმგებლობა
აიღოს, ისიც სხვა ადამიანებივით არ წავა ციხეში. ანუ რამ უნდა აიძულოს ეს ხალხი, რაც არ უნდა ძლიერი იყვნენ ამ საქმეში, რომ გარისკონ და ესე ჩაუდგნენ ერთ სათავეში და ასევე მაინტერესებს თქვენთვის რა არის ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც გგონიათ რომ პროტესტი ასე გაიწელა და ხალხი ვერ მივიდა ჯერ კიდევ გამარჯვებამდე. რამე ესეთი თუ გესახებათ ყველაზე მთავარი ხელის შემშლელი უშუალოდ აქტივისტებში. მე არ ველოდები და საერთოდ მგონია რომ დავივიწყოთ ეს ლიდერის ძებნა და ეს არის ჩვენი მთავარი უბედურება რომ ყოველ ჯერზე ამ ლიდერს ვეძებთ. ანუ ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორც ორგანიზაციული, როგორც უნდა ვუყუროთ ამას როგორც ორგანიზაციულ სტრუქტურას და ისედაც გადადებული აქვს ხალხს თავი, ეს ერთი, მეორეც ჭკვიანური მოქცევის შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება რომ ეს რაღაცნაირად ცოტა ფარულად იყოს და მთავარი ადამიანები აქ არ ჩანდნენ და ემიგრანტების რესურსები იყოს გამოყენებული, რომელთაც არ ეშინიათ ამ დაკავების და ეს უნდა იყოს აუცილებლად მე ვისურვებდი რომ ამ გაერთიანებაში თითო პოლიტიკური ძალის წარმომადგენელიც ყოფილიყო, მე ვისურვებდი რომ უკვე თუ შეიკრა რაღაც სამოქალაქო ჯგუფები, ამასაც ესეც ხო გრძელი პროცესია, უცებ ხო ვერ შეკრავ ადამიანებს, ხო? რომ იქიდანაც ყოფილიყო ამ გაერთიანებაში და ეს რაღაცნაირად წავიდეს, არ ვიცი, ეს არის როგორი იცით, ვერ ვიტყვი რამის დიდი იმედი მაქვს. უბრალოდ ეს არის ერთი ვერსია, როგორც ვფიქრობ, რომ კიდე შეიძლება ეს იყოს გამოსავალი, აი ეს მაქვს. სხვანაირად მე ვერ ვხედავ იმას, რომ სწორი ისეთი ტიპის პროტესტები დაორგანიზდება, რომელთაც შეწუხდება ხელისუფლება. სხვანაირად მაშინ ჩვენ უბრალოდ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ შევინარჩუნოთ ისე პროტესტი, რომ გარე სანქციებისთვის საფუძველი არსებობდეს. იმიტომ რომ ჩვენ როგორც კი გავჩერდებით, გარე სანქციებისთვის საფუძველი არ არსებობს. და იმას, რომ გარე სანქციებისთვის საფუძველი არსებობდეს, ჭირდება არა 1000 კაცი ყოველდღე რუსთაველზე, არამედ თქვა კვირაში ერთხელ 10,000. ანუ რაოდენობას, ესეც ჩვენი პრობლემაა, ჩვენ ვამბობთ რაოდენობას არა, როგორ არა აქვს რაოდენობას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ რაოდენობა ასახავს იმას, რომ მოსახლეობის რამდენ პროცენტს არ უნდა ეს არალეგიტიმური მთავრობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა რუსთაველის პროტესტს აქვს ძალიან დიდი ღირებულება, იმიტომ რომ ეს არის გამძლეობის მაგალითი და იმიტომ რომ ეს არის სოლიდარობა რეჟიმის პატიმრების მიმართ, რომლის მიმართ მე არ ვიცი როგორ შეიძლება გამოვხატო, რომ რამდენად სასწარკვეთილებაა, რომ მათი გამოყვანა არ შეგვიძლია, ხო? მაგრამ თან ჭკვიანურად უნდა ვიფიქროთ. ანუ თან უნდა ვიფიქროთ, იქნებ უკეთესად შეგვიძლია ამ რესურსის. აი 26 ოქტომბერს ერთი წელი შესრულდება, ხო, რაც ფაქტობრივად რომ დავიწყოთ იმიდან, როგორც დაიწყო ეს აქციები, არჩევნების ხო შესრულდება ერთი წელი და იქნებ სხვანაირად უნდა ვიფიქროთ, თუ სანქციებისთვის გვჭირდება. იმიტომ რომ პარალელურად ჩვენ ბევრი გვაქვს საშრომი. ჩვენ მარტო უკრაინას მადლობა ღმერთს, რომ რუსეთის ეკონომიკას ყოველდღე მარტო ამას უსმენ, რომ როგორ უჭირს ნელ-ნელა. მაგრამ ის ერთი ორი წელი კიდე რაღაცნაირად გაქაჩავს, ახლა ჩვენც გვშიოდა მაშინ 90-იანებში და არ დავდაკები ვართ შევარდნაწეს, ხო? კიდე რაღაცნაირად გაქაჩავს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ თუ ჩვენ აქ არ გვექნა ეს კაფიოდ გაცხადებული რაოდენობრივად მნიშვნელოვანი პროტესტები პერიოდულად, ამ შემთხვევაში შეიძლება ხურდაში მიგვაყოლონ რუსეთთან შეთანხმებას უკრაინის სანაცვლოდ, ანუ იმ ქვეყნების სანაცვლოდ, რომელსაც გაცხადებული აქვს თავისი დასავლური მიდგომა. და ამის პარალელურად რესურსი აუცილებლად გვჭირდება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ სამოქალაქო საზოგადოება რო შევინარჩუნოთ. რას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნება? ის რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც როცა ოცნება შეცნობას დაუშვებს, რომ გამოვლენ უკვე ეცოდინებათ როგორ მოიქცნენ. აი ეს არის სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნება მოკლევადაში, მაგრამ გრძელვადაში ხა მართლა არჩევნებზე 28 წლის არჩევნებზე თუ ვფიქრობთ, ეს არის პირდაპირ აი ამ სულისკვეთების შენარჩუნება, რომ ეს არის რუსეთი, ეს არის მტერი და ამ მტერს ჩვენ უნდა გავუძლოთ და ჩვენ გვაქვს ძალა რომ ამ მტერს გავუძლოთ. თორნიკე, შეგიძლიათ დავამატოთ რაღაც თქმა გინდოდა მგონი. ლიდერებზე მეც დაახლოებით მსგავსი პოზიცია მაქვს. ერთი მხრივ ჩემთვის გასაგებია, რომ არსად რაღაც რევოლუციას თუ ვახდენთ მშვიდობიანს, მაგრამ ეს რევოლუცია არსად არ მოხდა რა გამოკვეთი ლიდერის და ლიდერების გარეშე, მაგრამ ჩვენ რეალობაში არის ძალიან რეალისტურად რო შევხედოთ რა, როგორც კი ჯერ როგორ უნდა გამოჩნდეს ლიდერი. ლიდერის გამოჩენა ესე არ ხდება, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ აი ეს კაი ბიჭი, ან ეს კაი გოგოა და მოდი ეს იყოს ახლა ლიდერი. ეგრე არ ხდება, ხო? ამას ჭირდება გარკვეული დრო, ამას ჭირდება საზოგადოების დიდ მასებზე წვდომა. აი ჩვენ ბაბლში კი არ უნდა იყოს ლიდერი. იმას უნდა ქონდეს მაქსიმალურად დიდი მიმღებლობა და პენეტრაცია თუ გამოვიყენოთ ეს სიტყვა, თუ არ ვიცი რა გამოვიყენოთ საზოგადოებაში, ხო? ეს ესე მარტივად არ ხდება და სანამ ეს მოხდება, ამას ხო დრო ჭირდება მართლა რა, ერთ კვირაში და ერთი კაი განცხადება გააკეთა და მაგარი ბიჭი ეგრე ხო არ ხდება.
ეს სანამ შედგება ამას ხო პროპაგანდა და ხელისუფლებას უყურებს რომ ეს ვიღაცა ტიპი ცოტა დაწინაურდა ეგრევე მოაჭრიან თავს მოწრაში გულისხმობ რა თუნდაც რამდენიმე თვით ციხეში გაშვება და დამთავრებული ამბავია და მე დანარჩენ ან კარგად დააცდიან რომ და მე კითხვა ხდება ეს იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ხელისუფლების პრობლემატური თუ რას ქვია ეგ კაცი დაიჭირეთო გამოვარდება ხალხი და მაგას მოყვება უარეს. მაგამდე როგორ უნდა მიხვიდე, ხო? პირობითად ვის ხედავთ ახლა თქვენ, აი რეალურად ადამიანი სახელი და გვარი მითხარით, რომელიც რო დაიჭირონ, იმის გამო ხალხი გამოვარდება ქუჩაში. ერთი კაცი მახსენდება და ჯაფარიძე იყო ეგეთი. არა, მე ერთი კაცი მახსენდება და პარის სენ-ჟერმენში თამაშობს. მე მგონი და არ მგონი აქ ჩამოვიდეს ახლა და ავიცი აბა სხვა ლიდერი. უცებ ერთი ადამიანი. იმასაც ნაც დაუძახებენ და მე არ გამოვაკიდე ვიღაცა და არა. მოდით ორნიკა შენ კითხვაზე გადავალ ახლა. ესეთი ნანამ გააჟღერა ესეთი რუსთაველის პროტესტის რეჟიმი გააჟღერა, როგორც გავდივართ, როგორც ვაპროტესტებთ, რეჟიმშიც ვაპროტესტებთ. ამაზე მაინტერესებს შენი პოზიცია, ეთანხმები თუ არა, რომ მაგალითად ყოველდღიური პროტესტი აუცილებელია, ეთანხმები თუ არა რესურსების გამოყენებას ისე როგორც ვიყენებთ, ხوارჯობია მაგალითად სხვა ტერიტორია ვითვისოთ, ან მართლა კვირაში ერთხელ დავგეგმოთ ეს აქცია და არა ყოველდღიურად, იმიტომ რომ მგონია რომ პატიმრები მართლა თქვენი თქმის არ იყოს, მაგ დროსაც გაგვიგებენ თუ კვირაში ერთხელ ჩავნიშნავთ და ასე იქნება ეს რუსთაველის გადაკეტვა გრძელვადიანი პროცესი. ეს მაინტერესებს ყოველდღე იქ მისვლით და რაღაც თითქოს ჩვენი რაღაც მოვალეობის შესრულებით პატარა დაბჭიჭკვით ხო არ ჩვენ თავს ხო არ უქმნით იმის ილუზიას, რომ აი მე ჩემი გასაკეთებელი დღეს გავაკეთე, როცა შეიძლებოდა რომ რუსთაველზე გასვლის გარეშე და მაგ რაღაცის მონიშნის გარეშე მართლა რაც რეალურად უფრო დიდ შედეგს მოიტანდა, ეგ გაგვეკეთებინა. ერთი ეს და მოდი მეორე კითხვასაც გეტყვი და შეგიძლია რომ გაერთიანო, ასევე ზეწოლაზე იყო საუბარი ლეგიტიმაციაზე, თქვით რომ არ უნდა მიანიჭოს ქართველებმა არ უნდა მიანიჭონ ლეგიტიმაცია იმისთვის რომ ევროპიდან შესაბამისი ქმედებები მოვიდეს, აი ამასთან დაკავშირებით კითხავ, მე მგონია რომ ბევრ ადამიანს გვაქვს ორი იმედი ესეთი რომ რუსეთი შესუსტდეს ერთი რომ რაღაც გვეშველოს უკრაინა ომის ამბავში თუნდაც უკრაინა რუსეთის ომის ამბავში და მეორე იქნებ დასავლეთმა ესეთი სანქციები დაგვიდასტუროს რომ ესე შესუსტდეს რეჟიმი. რა თქმა უნდა ეს იმედი რეალურია, მაგრამ მაინტერესებს ამასთან ერთად კიდევ ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ. დავიწყოთ აქციების განრიგით და ფორმატით. ჩემი აზრით სანამ გვაქვს თუნდაც ისეთი რესურსი ფიზიკურიც და ემოციურიც როგორიც ახლა ყოველდღიური აქციები ჯობს გაგრძელდეს, მაგრამ აქ შეიძლება შემოვიტანოთ ესეთი კომპონენტი, რომელიც ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა გამიზიარა, როგორც იდეა სახელსთაგვარს არ ვიტყვი, მაინც არ ამიღია ნებართვა, არ იქნება წესით პრობლემა, მაგრამ მაინც იქნებო ყოველკვირეულად დაინიშნოს ერთი დიდი აქციაო. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აი ამ ყოველდღიურ აქციებზე არ დადიან და უნდათ ისეთ აქციაზე გამოსვლა, სადაც ბევრ ხალხს დაინახავენ და ერთმანეთს დაიპირობენ და შაბათობა თუ რაღაცა დავარკვათ, რომ აი შაბათ საღამოს შეიკრიბოს ის 10,000 როგორც ისრაელი აკეთებდა. ხო. აი ეს იდეა იყო მათ შორის მეც ვცადე ამ იდეის გავრცელება, ასევე პირველ რიგში გასათვალისწინებელია აი ესეთი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების დროს ალბათ გასათვალისწინებელია პირველ რიგში პოლიტპატიმრების და მათი ოჯახის წევრების აზრი. მე რაღაცნაირად ესე უყურებდა ალბათ მართალი და სწორია რომ ასე შევხედოთ რომ მათი აზრი გავითვალისწინოთ პირველ რიგში და არ გადავახტეთ თავზე ისე როგორც ზოგიერთი პოლიტიკური პარტია გადაახტა მათ თავზე, იმიტომ რომ ჩვენ ყველას ბრძოლაში ვართ, ყველას პირად მომავლისთვის ვიბრძვით იქ მათ შორის, მაგრამ ის ადამიანები არიან, ვინც სამწუთას ამ ბრძოლაში ყველაზე მეტი გაიგეს. და ან თვითონ, ან მათი ოჯახის წევრები არიან ციხეში. ეს ვარიანტად აუცილებლად უნდა განვიხილოთ, რომ აი ვიღაცამ თუ არის აი როდის წავიდე, რა ვიცი, იქ რო გავდივარ 500 კაცი ხდება 4 შაბათს და 5 შაბათს, ეცოდინება რომ 10,000 დახვდება შაბათს, ან კვირას. ეს არის ერთი ვარიანტი. მეორე კითხვა იყო საერთაშორისო საზოგადოებას. მე მინდა მიმართო ჩვენს მეგობრებს ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. პირველ რიგში გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას და ამ ბრძოლაში იმიტომ ვიბრძვით რომ თქვენთან ერთად გვინდა ყოფნა და ეს მე მგონი ყველამ კარგად იცის, მაგრამ მე მინდა გთხოვოთ რომ ამ ვიდეოს თუ უყურებთ და როგორც ის საერთაშორისოებში უყურებენ მედია პროექტებს და პროდუქტებს იქიდან გამომდინარე რომ ზოგადად ქართულ სტემბასთან დიპლომატიური კომუნიკაციის დრო ჩახსნილია, იმიტომ რომ არ არსებობს როგორც ასეთი, იქნება კიდევ უფრო მეტ დროს უთმობდეთ და ამ გადაცემას უყურებდეთ, სანამ გვიან არ არის გააკეთეთ რაღაც. ჩვენ 10 წლეულის შემდეგ მოვისმინეთ, რომ ვითურმე რაღაცა არასწორად გააკეთა
ანგელა მერკელმა და მისი ხელმძღვანელობით ევროპამ 2008 წელს და მე უკრაინაში რო შეიჭრა რუსეთი მე მოვისმინეთ რომ ჩვენ რო საქართველოს საკმარისად არ დაუდექით გვერდში იმიტომ მოხდა ის უკრაინაში რაც მოხდაო იგივე შეცდომა არ დაუშვათ ახლაც გავიგე რომ რიტორიკის დონეზე მხარს გვიჭერთ გავიგე რომ თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში რაღაცებს აკეთებთ მაგრამ მინდა იგივე გთხოვთ რაც ქართულ პოლიტიკოსებს ვუსაყვედურებთ თქვენ აქ საყვედურობთ თქვენ გთხოვთ აქ რა სიტუაციაც არის ნუ მიუდგებით როგორც თქვენს სამსახურს და ყოველდღიურ ოფისში წასვლა წამოსვლის ამბავს დღეს ქართველებისთვის წყდება ყოფნა არ ყოფნის საკითხი გააკეთეთ იმაზე მეტი ვიდრე გააკეთებდით რაღაც ნორმალურ თუნდაც აღმოსავლურ ქვეყანაში ელჩობისას ან შესაბამისი უფლება-მოვალეობის შესრულებისას დღეს თქვენ იმყოფებით ქვეყანაში რომელიც მიდის დიქტატურის გზაზე და თქვენს მათ შორის სამუშაო CV-ში ჩაიწერება რომ თქვენ საქართველოში წარმოადგენდით თქვენს ქვეყანას იმ დროს როდესაც საქართველოში დიქტატურა მყარდებოდა ძალიან გთხოვთ რომ გააკეთეთ უფრო მეტი რაც შეგიძლიათ შესაძლებლობების მაქსიმუმი და დაეხმარეთ ქართულ ხალხს აი ეს არის ჩემი სათქმელი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი არ ვიყენებთ ჩვენ აი ხო ვამბობთ რომ შაბათოვე დიდი აქციები მნიშვნელოვანია პერიოდულად და უწყვეტობას არ ჭირდება ყოველ უწყვეტობა პერიოდულობაც უწყვეტობაა ხო ჩვენ არ ვიყენებთ რა რესურსიცით აი როცა მაგალითად ახლა 22-23 ოქტომბერს არის იმისი რა ქვია ეროვნული ბანკი ატარებს დიდ საფინანსო კონფერენციას რაღაც ფინანსური ფინტექის თუ რაღაცის კონფერენციას. ყოველთვის როცა აი ამ ტიპის კონფერენციები, მაგალითად მე რო პორტუგალიაში ვიყავი ვებ სამიტზე, საიდან გავიგე რომ პორტუგალიაში ხელფასები დაბალია და ამ ვებ სამიტისგან მათ ხეირი არ აქვს, ლისაბონს დიდი ხეირი არ შემოსდის და უფრო სხვანაირად უნდა დაალაგდეს რაღაცები, იმიტომ რომ გარეთ იდგა ხალხი პლაკატებით. არასდროს ჩვენ ამას არ ვიყენებთ. შარშან იყო მდგრადი ქალაქის განვითარების თუ რაღაცა ამ ტიპის კონფერენცია და მე ორივე დღეს ვიყავი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ სესიაზე თან რაღაცა პროტესტის მაშინ რა ვიცი უშვებდნენ ახლა არ ვიცი შეუშვებენ თუ არა ხალხს რაღაცა ის კი არ დამიწყია პროტესტთან დაკავშირებული ანუ უცხოელი გამოსვლელი რომ გამოდიოდა კონკრეტულად ავდექი და კონკრეტულად უთხარი როდესაც კალაძე თავს იწონებდა რაღაცით მე უთხარი რომ ხო აი ესეთი მდგომარეობაა და რას ფიქრობთ ამაზე როდესაც წილოსანი თავს იწონებდა ქალებთან გაკეთებული პროგრამებით და ასევე უცხოელებთან ავდექი და მოვყევი როგორ გააუქმა გენდერის გერდენთან დაკავშირებული ყველა პროგრამა და როგორ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვისაც შეუძლია შესვლა აი პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ ხო რომ ამბობთ რომ ინტელიგენცია დგას რუსთავაზე უბრალოდ ეს შეუძლია ხო ამ პროფესორებს გააკეთონ რომ დარეგისტრირდნენ ამ კონფერენციებზე იარონ და იქ დასვან წვავე შეკითხვები რომელიც იმ უცხოელ პარტნიორებს პირდაპირ დაანახებს რა მდგომარეობაშია ეს ქვეყანა და გარეთ ამას უნდა ეს ხო არ არის აკრძალული მე პლაკატით ახლა ყველგან შემლე გადავკეტავ გზას უბრალოდ იმისთვის რომ ვინც შედის ამ სასტუმროში და გამოდის ეს უცხოელი მათ დაინახონ რა ხდება ქვეყანაში ამას უნდა 50-100 კაცი სწორი პლაკატებით და ეს რაღაცებს საერთოდ არ ვიყენებთ რაც ხშირად ხდება ხოლმე უცხოეთში მადლობა მეგობრებო, კმაყოფილი ვარ ორივეს პასუხებით. მე ზოგადად კმაყოფილი ვარ დღევანდელი დებატებით, იმიტომ რომ ბევრი პრობლემა გამოიკვეთა და არც ერთი მონაწილე არ გეჩხუბა შენ. ვიმედოვნებ რომ რაღაცნაირად იქნება მიმართულება ესე ამ ხელა რაღაც პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა ვერა ვიღებთ, მაგრამ იქნებ ვინმეს რამეში დავეხმაროთ, იქნებ ვიღაცამ შეცვალოს თავისი ბრძოლის გზა და უკეთესი იყოს რამენერად ქვეყნისთვის ის რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. ბოლო ეტაპზე უნდა გადავიდეთ დებატების, ეს არის 2 წუთიანი შეჯამების ეპიზოდი. თუ კი რამე დაგრჩათ სათქმელი და ვერ მოასწარით, გინდათ რომ გაჟღერდეს, გამოიყენეთ შეგიძლიათ ეს დრო, შეაჯამოთ დებატები და ზოგადად თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მოდით თორნიკე შენ დაიწყე, რადგან ბოლოს საუბრობდა ნანა. მე მინდა ესეთი მიამიტური სურვილი მაქვს, რომ ესეთ რაღაცა ფლეშმობს დაუდო საფუძველი ვინმე თუ ამყვება, არ ვიცი. მე მინდა ყველამ გაიაზროს, თავის თავში მოიკითხოს ან თავის ჩათებს გადახედოს, ბოლო 1 კვირის ან 2 კვირის განმავლობაში ვისთან უჩხუბია და უკამათია ცხარეთ თუნდაც ფრენდებში არ ყავდეს, თუ დაბლოკილი არ ყავს, მონიშნოს ის ადამიანი Facebook-ზე და უთხრას რომ შევრიგდით. აი ეს მაქვს სათქმელი მეტი არაფერი, მათ შორის მე არ მახსენდება, მაგრამ ვინმეს თუ რამე მიწენინებია, მომწერეთ რომ მე თორნიკე შენ ეს მეწყინაო და დედას ფიცავარ,
თუ არ მოგნიშნოთ და არ გთხოვოთ პატიება. აი იმის მინდა რომ გავაკეთოთ ჩვენ მხარეს რა თქმა უნდა. მე არ მაქვს საქმე. დიდი შემრიგებლის როლი შეხვდა. თორნიკე შემრიგებელი. სწორია, ნამდვილად სწორია. ახლა არის აი მინდა თქვა. რაღაც აი ფლეშმობი გავაკეთოთ, რომ მე ვიღადაოთ კიდევაც თუ გინდათ რომ ვინ წარმოიდგენდა რომ აი რაღაცა ეს ადამიანი და ეს ამას დაპოსტავდნენ და მაგაზე მე ერთად ვიღადაოთ და ესე პოზიტივში გადავიტანოთ ეს ამბავი. თორნიკე იყო მე მგონი იმ იდეის ავტორი თუ არ ვცდები, როცა ბარსა რეალის ფანების გაერთიანებული მსვლელობა მოეწყო ორი გადამტერებული ფან-კლუბი გაერთიანდა ქართული ოცნების წინააღმდეგ. კი, მაგით იმის ჩვენება მინდოდა რომ ყველაზე მეტად ვისაც არ გვიყვარს ერთმანეთი, ისინიც კი დავდექით ერთად, თქო და თავის დროზე აქცია მაქვს დაორგანიზებული იაგო ხვიჩას ფარდასაჭერად. ციხეში რო იყო ბარსელონა რეალის თამაში დაიწყო და აყურებინეთ იაგოს ბარსა რეალს თქო და კიდეც თუ დაგიჭერენ იაგო, კიდე დავაანონსებ აქციას შენს დასახმარებლად, აი პირობას ვიძლევ. ეს არის ჩემი ესა პირობა. ნამდვილად სწორი მიდგომა, როცა საერთო მტერთან ხარ ბრძოლაში შესული, შენიანების დაჭმა არ უნდა დაიწყო. მეც აბსოლუტურად გეთანხმები ამაში. ნანა, შეგიძლიათ თქვენც კი, ამას გავაგრძელებ ამ ხაზს აუცილებლად. აუცილებლად უნდა დავინახოთ. მე ისეთ ხალხთან შევრიგდი, რა ვიცი, რომელიც სექსისტი, მიზოგინი მეგონა და მე იმას ვაზიარებ ხოლმე პოსტებს. ისეთ ხალხთან შევრიგდი, რომელსაც სამსახურში მიჩხუბია და არ ველაპარაკებოდი, ანუ წინა სამსახურებში და მათ პოსტებსაც ვაზიარებ და ვალაიქებ ხოლმე. იმიტომ რომ არსებობს ბოლოს და ბოლოს მართლა გავიხსენოთ მეორე მსოფლიო ომი, ხო? სტალინისთან მოკავშირეობის გარეშე ვიქნებოდით დღეს ნაცისტურ მსოფლიოში, ხო? და სტალინი ის იყო რა ქვია, ბევრად უკეთესი, მაგრამ ოდნავ უკეთესი იყო ჰიტლერზე. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ რა არის ოდნავ უკეთესი, ხო? და ეს უკვე საკმარისი უნდა იყოს ჩვენთვის. არავითარ შემთხვევაში ადამიანები არ უნდა ბათსარს ეს პრაქტიკა უნდა ამოვიღოთ ჩვენი იმიდან, რომ ეს ადამიანი კი არა იდეები ვაკრიტიკოთ და იდეაც დავინახოთ კომპლექსზე. ეს არის ერთი რაღაცა. მეორე რაც არის, რაც მე ასევე დავინახე, რომ ჩემ შემთხვევაში მე უკვე არავის არასდროს არ მოვუწოდებ სადმე მონაწილეობისთვის თუ პირადად არა ვარ ჩართული ორგანიზებაში და ზუსტად არ ვიცი რა ხდება იმ პროცესში და ისიც კარგად დავინახე, როცა ვლაპარაკობთ ამ საპროტესტო მოძრაობის ხალხზე, რაღაცნაირად ერთიან მასაზე ვლაპარაკობ და სინამდვილეში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოდი კაცო იმ რუსთაველზე ვინც არის, ის იყოს იქ, მაგრამ ჩვენ ვინცაც სხვანაირად გონია, იქნება ჩვენ დავორგანიზდეთ. რატო ვეწებებით იმას იმ ბირთვს, ხო? თუ გონია რომ კიდე პარალელურად რაღაცები უნდა ხდებოდეს, იქნებ და ეს დაორგანიზება დავიწყოთ ხუთკაციანი ჯგუფებით, ანუ ჩვენთვის სანდო-ხუთი ადამიანი ვიპოვოთ და იქიდან ვინც მზად არის რაღაცა რესურსი გაიღოს და დავიწყოთ ამაზე ფიქრი. ახლა თორნიკესაც რო ეყოლება 5 ადამიანი, თქვენ რო გეყოლებათ 5 ადამიანი, შეიძლება მე 15 კაცი უკეთესად მოვიფიქროთ რამე. აი ეს არ შეიკრა და აი ამაზე ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ამის შეკრა და კიდევ რა ვიცი, ბევრი სხვადასხვა ტიპის უსაფრთხო, ამ შემთხვევაში უსაფრთხოება ჯერჯერობით ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ არ გავძლიერდებით. ანუ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავრისკოთ, არავის თუნდაც იმ რუსთაველის გადაკეთებისას არ უნდა გაირისკოს არავის სიცოცხლე, არავის უსაფრთხოება, თავისუფლება. თუმცა იქ ხო, იმიტომ რომ იქ ახლა პროვოკატორებსაც უშვებენ ხოლმე, ანუ არავითარ შემთხვევაში ამას უნდა მოუფრთხილდეთ ყოველ ჯერზე, მაგრამ უსაფრთხო რაღაცა ისინი შევიმუშაოთ პროტესტის ფორმები. ძალიან დიდი მადლობა. მოდი სანამ გადაცემას დავასრულებ, მივცემ ჩემ თავისუფლებას, რომ პატარა ჩემი აზრის დავაფიქსირო, თქვენს ნარატივს გავაგრძელებ დამოუკიდებლად რაღაც პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით და ჩვენს პროდიუსერს დავესესხები, ქონდა ესეთი პოსტი ეწერა და იმას გამოვიყენებ, როდესაც მივხვდით, რომ 4 ოქტომბერს გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო, არ შესრულდებოდა და დავრჩებოდით იმედგაცრუებულები, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც დაფაცურდნენ და ამბობდნენ, რომ გასაგებია, რომ ის რასაც ველოდით არ სრულდება, ეხლა ჩვენ რა გავაკეთოთ? მე ამ ადამიანებზე მაქვს ძალიან დიდი იმედი და ძალიან დიდი მხარდაჭერა. მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანია ასეთი, ვინც თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას და მგონია რომ ასეთი ადამიანების ერთობა და შეუდრეკობა მიგვიყვანს იქამდე რომ გამარჯვებასთან ვიყოთ ძალიან ახლოს. დიდ მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ მოსვლისთვის. მგონია რომ ძალიან კარგი დისკუსია შედგა, საუბარი და აზრების გაცვლა. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ. მგონია რომ გამოიკვეთა ის რამდენიმე პრობლემა, რომლის მოგვარებითაც უფრო მარტივად მივალთ გამარჯვებამდე. მაყურებელს შევახსენებ, რომ კამათობა გადის ყოველ ორ-შაბათს 22 საათზე მისმინეს YouTube პლატფორმაზე. შეგიძლიათ რომ გვიყუროთ და გვალაიქოთ, თუ გინდათ რომ იყოთ ჩვენი მხარდამჭერები, ასევე გვესტუმროთ ჩვენ სხვა სოციალურ ქსელებში, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე და შეგახსენებთ, რომ ჩვენი გენერალური სპონსორი და მთავარი მხარდამჭერი არის საქართველოს უნივერსიტეტი.
რამის დამტება გინდა? ასევე შეგახსენოთ რომ უყურეთ ჩემი და გიორგი ახალაძის გადაცემას ხელისკამი და ჩვენ არ ყავს სპონსორი და მოიტანეთ რეკლამა. და სპონსორეთ გიორგის და თორნიკეს გადაცემა, რომელიც ასევე არის მისმინეს პლატფორმაზე. მადლობა. მომავალი კი მათია, ვინც წარსულის გააზრებით ხვალინდელ დღეს ქმნის.